აი, პოდკასტი ნომერი 40. დღეს მე მყავს ალბათ კი არა და ყველაზე ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ყველაზე განსაკუთრებული სტუმარი, მედია თქვენთვისაც ესე იქნება. ანი ბებია. იგივე ჩემი მეუღლე, AK ჩემი მეუღლე. ანი ბები არის თუნდაც სხვათა შორის ნუმეროლოგია, ევასება ანის და საერთოდ ფიქრობს, რომ ციფრები ეს ალბათ სამყაროს თავარი გასაღებია და დღეს მე 40-ია. 40-ზე მე არ ვიცი რა უნდა გამახსენდეს, მე სულ ეგ შევაკეთებ ხოლმე ანი, რომ რომელი ციფრიც არის თქვა რა, იმაზე ვიხსენებ ვინმე სპორტსმენს, მაგრამ 40-ი ხარ მახსენდება და თან კიდე ჯრაუცნაურია ცოტა. კაი, ჩემი კონდიცია თუ როგორია საკუთარ ცოლთან პოდკასტი, მაგაზე მე გზადაგზა დავაწყებ ხალხს, მაგრამ პირველ რიგში როგორ ახალ. კარგად, უბრალოდ მე ხო იცი არ მიყვარს სიტყვა ყველაზე. ხო. ხო, და ცოტა გამაგიზიანა, მაგრამ რახან ცოტა შევიფერე კიდეც, მაგრამ ცოტა გამაგიზიანა. ანუ ყველაზე ლამაზი რო ხარ ჩემთვის ეგეც გაღიზიანებს? ხო. ოკეი, კაი, მაშინ არ. იმიტომ რომ მე შულს ვერ მოთხოვ იმას, რომ ყველაზე მაგარი კი არა, ანუ ძალიან მაგარი, შენც უნდა აკონტროლო შენი სიტყვები ყველგან, იმიტომ რომ მე რომ მოისმეს, აბა ეგრე რომ ესწავლიდი, გეტყვის. მართალია და მაგაზე მფიქრია, იმიტომ რომ მან მგონია რომ ბალანსია, იცი და საცავი. ბალანსი არა, ყველაზე არ უნდა იყოს. ანუ რას გულისხმობ, იცი მაგ სიტყვას კი არა მარტო აი მაგალითისთვის ხო, ისე უნდა მოიქცე, რასაც შენ შულს რასაც ეუბნები, რასაც მიუთითებ, შენც ისე უნდა მოიქცე. ბალანსი ალბათ მაგას გულისხმობ. ხო, იმას გულისხმობ, რომ აი თუნდაც მაგალითად სპორტსმენები, რომლებიც მე მიყვარს, არიან ძალიან მეომარი, მებრძოლი, კონკურენცია მათთვის მნიშვნელოვანია და ისო ვიღაცის დამარცხებას ცდილობენ, მაგრამ ერთის მხრივ არ მინდა რომ შემგუებელი იყოს, ну აი პირობითად არ გამომივიდა, აი მე რა. არ გამომივიდა მე ამას თითქოს ეჩვევი, ცუდი ჩვევაა რა და მაგრამ მეორეს მხრივ ისეც არ მინდა რომ ჯუნგლებიაშვილო გადი ყველას მოუგედას იმედ გაცრუებები კონდეს და აი მან აი მე ილო მაგაზე რო ფიქრობთ 24 საათი? კი. მაგიტო ვართ ესე. Yes. კაი, იცი რა არის? რაღაცნაირად ძალიან უცნაური შესახედი ხარ უკანა ფონიდან გამომდინარე. ტიტლი კანაკაცები დაკუნთული რო არის. თან აზრზია რო მარტო ერთი მეცნობა ის სხვა აზრზია რო არ ვინ არის. ხო, იმიტომ რომ მსახიობია სილვესტერ სტალონე. და დანარჩენი არ ვიცი. დანარჩენი მუჰამედ ალი, ტაისონი და ნუ ტაისონ ფიური და ასე შემდეგ. ანი, მოდი პირველ რიგში ადამიანებს ვეთყვი როგორ გავიცანით ახლა ერთმანეთი ჩვენ. იყო ეგეთი რადიო ჯაკო FM-ი, სადაც ერთი თვით ვიყავი მიწვეული სტუმარ წამყვანი, რაღაც მაგდაგვარი და შენ მაშინ იყავი თეატრში, რუსთაველი 15, ხო? არა. აბა მოდი ვნახოთ. რამდენ წუთში გააწყავს? არა, 2 13. არა. 19. ხო. რუსთაველი 19 თეატრი. და აი ეს ზივარ ამ ჯაკოში, გორი გოგო იყო, მე ვიყავი თანაწამყვანი და ნუ ერთხელ რაღაცა ის ქონდა რა. თქვენ თეატრთან ქონდა თქვენ გონი თუ არ ვწდები ხელ შეკულება რომ მსახიობები და მოსულიყვნენ. ხო და ორი რამე იყო გაერთიანებული, ერთი რომ თქვენი თეატრიდან მსახიობი მოსულიყო და მეორე ის რომ სილამაზეს ქონდა ასევე კიდე რა რაღაც თემები და მანამდეც ვფიქრობდით ანუ ჩვენ რომ სილამაზის კუთხითაც მოგვეწვიე. ანუ ერთ-ერთი თემა იყო, მაგრამ მოხვედი როგორც მსახიობი. ანუ რუბრიკა იყო ეგეთი რა, თავის მოვლის საშუალებები სილამაზე და ასე. და რომ მოხვედი როგორც მსახიობი და გნახე. პირველად მას მგონია რომ ეხა იგონე. არა, მართლა ეგრე იყო. ადრეც იყო შენ მოწვევაზე საუბარი, ანუ ეგ ისე მახსოვს, სუდად მახსოვს, მაგრამ რაღაც ეგეთი მახსოვს. ხო და მოდის ანი ბები, ახლა მე ვზივარ, დილაობით ქონდა ხოლმე და ანი შემოდის ეგეთი ჭრელი რაღაცა ჯემპრია გეცვა, რომელიც მე ძალიან მიყვარდა და მე ვზივარ ახლა. შეგზელენიკოს აქ შენს მამიდა შულს. მართლა? ხო და ტელეფონში ვარ რა და რომ შემოვიდა ანი, ანუ რომ გავხედე, ანუ ძალიან მომეწონა და რო არ დამწვარიყავი თუ რაღაცა უარესი გამომივიდა და რაღაცა წაფშეკრული ვიყავი ვითომ არაფერი რა და შენ ეგ არ გესიამოვნე. ხო, მე წარმოვიდგინეთ შევდივარ ოთახში, ზის ილო ბეროშვილი და ნუ დავინახო შემომხედა და ხოლმე მივესალმოთ ერთმანეთს და ნუ არც მომესალმე და ეგრევე ანტიპათია დაიმსახურა ხო ძალიან. მაგრამ ხო, თავში ავერტინილი ბიჭი მეგონი. ხო, არა და სინამდვილეში სხვანაირად იყო შიგნიდან ჩემში, მაგრამ ეგრე გამოჩნდებოდა და მოკლედ იქ გავიცანით ერთმანეთი. მე გავიდა თვეები რაღაც პერიოდი, სადაც რაღაცა შემთხვევა იყო კიდე, რომელსაც ახლა არ მინდა სოციალურ ქსელებში, რაც კომენტარი გავაკეთე, იქ მაგრამ მომასხი შენმე, ნუ კიდე თვეები გავიდა მერე და რაღაცა მომენტში მოკლედ მოგწერე
რაღაცნაირად აგიხსენი სიტუაცია, მე თვითონ დავმეგობრდით. მართალი ვიყავი კი, ეხლა ვაღიარებ რომ მართალი ვიყავი და ნუ მაგის შემდეგ რაღაცნაირად ხო ჩამოგვიყალიბდა ურთიერთობა, შევხვდით ერთმანეთს, მე ვიყავი სპექტაკლზე მისული ანისთან, პარტახი, ჩეხოვი იყო პირველი, შემდეგ იყო პარტახი და აქედან წამოვიდა ჩვენი ურთიერთობა. მოკლედ. პარტახი უფრო მაგწონდა თუ ახლა ჩეხოვში ისეთი როლი არ მქონია. პარტახი უფრო მაგწონდა თუ თვინიერი? პარტახი. მაგრამ თვინიერი, ან ნახე რატომ მომწონდა? პარტახთან სხვანაირი ემოციური ბმა მქონდა. ჯერ ესეთი ორჯერ ვნახე თუ არ ვწდები პარტახი მე და რახან ჩეხოვის მერე პირველი ისეთი სპექტაკლი იყო, სადაც leading role იქნა, მთავარ როლში იყავი და თან ძალიან ემოციური იყო და იქ ჩემს გვერდზე ხალხი ტიროდა და რაღაცა ძალიან ისე ჩამჩა. თვინიერი ისე კარგად არ მახსოვს როგორც პარტახი, მაგრამ პარტახი რომ ახსენდება, იქ კონკრეტული კადრები და სცენები მახსენდება. ხო და ნუ მერე განვითარდა ჩვენი ურთიერთობა და სულ რაღაცა წელიწად ნახევარში თუ არ ვწდები თუ 2 წელიწადში უკვე პირველი შვილი გვეყოლა რა. მოკლედ ეს არის ჩვენი გაცნობის ისტორია და ამბავი, ესე გავიცანით ერთმანეთს, ხო. ახლა თეატრი ვახსენე, მოდი ქრონოლოგიურად გავყვეთ. შენ იყავი რუსთაველი 19-ში, ესე იგი თეატრალურში ჩააბარე, გასაგებია რომ მსახიობობა გინდოდა, ხო, ახლა თეატრალურში ჩააბარე, მაგრამ რომელი ბავშვობიდანვე ქონდა გატაცება ესე მსახიობობის თუ მე როგორც ვიცი შენ რაღაც პერიოდი იურისტობაც გინდოდა. ხო, თავიდან მინდოდა. აი გითხარი ერთი. თავიდან საერთოდ არც ვიცოდი რა მინდოდა. იდეაში მინდოდა ან ჟურნალისტიკა, ან იურისტობა, მაგრამ მე რომ მithქეს რომ შეიძლება დამნაშავეც დაცვაც მოგიწიოსო, მან მეთქი აბა, იმიტომ მინდა იურიდიული და სამართალი, რომ სამართლიანობა აღვადგინო და თუ დამნაშავე უნდა დავიცვა, მეთქი არ მინდა თქო და რაღაცნაირად აღარ ვფიქრობდი მაგაზე. და მე იყო რომ ან ჟურნალისტიკაზე უნდა ჩამებარებინა, ან სამსახიობოზე და რაღაცა ბოლო 2-3 თვეში გადავწყვიტე რომ სამსახიობოზე ჩამებარებინა და ბოლო 2-3 თვე მოვემზადე, იმიტომ რომ ხშირად ტურები არის და უნდა მოამზადო იგავი, პროზა, ლექსი, სიმღერა, ცეკვა და ამას დროს სჭირდება ხალხი წლობით ემზადება, მაგრამ მე მოვაქერხე 2 თვეში. და მე ჩავაბარე, ისწავლე მერე ფული არ მქონდა გადახდილი და მომიწია თავიდან გავლა ბოლო 2 სემესტრის, იმიტომ რომ დამეკარგა ის გასული წლები, რაც გავიარე, გამიმართლა და ისევ ჩემს რეჟისორთან მოხვდი, ჩემი პედაგოგი ვინც იყო, სოსო და სლავა და თან თეატრში ვიყავი უკვე და თან პარალელურად თეატრალურში რა და ეგ იყო. ხელოვნური სუნთქვა მალევე შენ სანამ ხელოვნურ სუნთქვაზე გადავალ თეატრში გაქვს საუკეთესო დებიუტანტი, წლის დებიუტანტი ხო თუ არ ვწდები? ხო, ერთი საუკეთესო მსახიობი გოგო და მეორე ხო წლის ხო რაღაც ეგეთი რაც მახსოვს რა როგორაა სწორად. ხო, ეგ თეატრი ხელოვნურ სუნთქვაზეც მინდა ხა გადავიდე, იმიტომ რომ შენი ისეთი როლი იყო, რომლიდანაც ან დღემდე ხო რომ შეგხვედრიან ქუჩაშიც რაღაცა ანუ აი ხელოვნური სუნთქვა ძალიან ჰაიპში იყო ერთი პერიოდი, ალბათ ერთ-ერთი პირველი სერიალი იყო, რომელიც ეს დრამა, ხო, თვითონ სერიალიც განსაკუთრებული იყო და მაგიტო ხო გამოიწვია მე კონკრეტულად ჩემმა როლმაც დიდი მოწონება. და როგორ მოხდი მან როგორ გაიჩიტე საერთოდ? ანუ პირდაპირ რამე კასტინგი იყო და მიხვედი თუ პირდაპირ არა, კასტინგი იყო ჩვეულებრივად. დამირეკა ჩვენმა ეკამ ჟავანაძემ მივედი და მითხრეს რომ იქნებოდა როგორც იყო რა რომ გარდაცვლილი გოგო არის და ფლეშბეკებად იქნებოდა მაშინ იყო მხოლოდ 1 სეზონზე საუბარი და მითხრეს რომ აი 2 სერიაში გამოვჩნდებოდი ესე ფლეშბეკებად და რო გამოვჩნდი ხალხს ისე მოეწონა რომ ხალხის მოწონებიდან გამომდინარე გადაწყდა რომ ნუ ალბათ თვითონ სტაფიდანაც თორე ან ორივე ფაქტორი იყო და გადაწყდა რომ დაიწერა მე მეორე სეზონიც იყო მეორე სეზონში უფრო ვრცლად იყო ჩემი ხაზი და ნუ ეგრე მოხდა რა ანუ თავიდან პრინციპში გათვლილი იყო რომ ფლეშბეკები ანუ უკვე გარდაცვლილი პერსონაჟი რაცაც მერეც იყო საუბარი უკვე სხვა სეზონების დროს ხო მე სხვა სეზონზე და ფაქტურად გადაკეთდა რა იმიტომ რომ ფლეშბეკებით იყო ისინიც ფლეშბეკებით იყო რაც იყო მაგრამ გაიზარდა კი ბატონო და შენ დაკალებში თამაშობდი, ოღონდ არ ვიცი იცის თუ არა ხალხმა რომ ორჯერ იყავი? ხო, ჯერ თავდა სხვა პერსონაჟი ვიყავი, არაფერი ისეთ ერთ-ორ სერიაში ვიყავი.
ბაბულიკები რო იყვნენ მაგ დროს ყიფშიძის პერსონაჟს რა ერქვა არ მახსოვს მაგას ვეპრანჭებოდი და მე უკვე დავბრუნდი სხვა პერსონაჟი სახელი რა გერქვა მაშინ არ მახსოვს ხო ეპიზოდურად რამოდენიმე სერიაში და მე უკვე იყავი როგორც ჩვენი ამბავი მაშინ ერთად ვიყავით და სერიალშიც ერთად ვიყავით ცხოვრებაშიც ხო ერთად ვიყავით გათვალისწინებით აი მაგ ყველაფრის გათვალისწინებით ფილმთანაც გქონდა შეხება ასევე თეატრის რომელი იყო შენთვის უფრო კომფორტული და რა არის ძირითადი განსხვავება ამ კომფორტული ჩემთვის თეატრი უფრო არის, იმიტომ რომ სცენაზე რო დგახარ, ისტორიას რო იწყებ თავიდან, მიყვები ბოლომდე, ანუ ერთ ამოსუთქვაში გადიხარ და ჩემთვის აი ეკრანზე თან მუშაობა ეს სერიალი იქნება თუ ფილმი იქნება, უფრო რთული არის, იმიტომ რომ შეიძლება მოგიწიოს ჯერ ფინალის თამაში, მერე დასაწყისის თამაში და ძნელია, აი თუნდაც აი კადრის გადაწყობის დროს იქ პაუზა არის და ანუ ვერ მიყვები ემოციურად ძნელია რომ აი დასაწყისი და დასასრული გააბადა სცენაზე ეგ ბევრად მარტივია რა ანუ შენთვის უფრო კომფორტულია თქვა როცა ანუ სცენა უფრო კომფორტულად მეჩვენება კი და მარტივად უფრო ჩემთვის ხო იმიტომ რომ სახიობია რომ წარმოუდგენლად მიმაჩნია ის რომ ხანახა მგონია რომ აი როგორ უნდა იყოს მეთქი ხე სპექტაკლი მომე ტელეფონი ხო და ჩემი რეკავ დაიხება და სპექტაკლი რომ სახში ზეგბაზარია ხო აქ მაინც ხო გამომივიდა ჩემთვის წარმოუდგენელია რა ანუ ის რომ ხო გახსოვს მაშინ მე მქონდა ორჯერ წინადადება რომ სპექტაკლში მე თამაშა და ანუ რო ფიქრობდი მე თქვი რანაირად რა რომ შეჩვეული რო ვარ დუბლი 1 დუბლი 2 რა მე ტექსტი დაგავიწყდა და იტყვი ხო მაგრამ მე ვფიქრობ რომ შენთვის ძალიან მოგეწონებოდა აი ის რაც აქვს თეატრს რო აი ის რაღაცა უხილავი იმას რო შეიგრძნობდი ხო მაგია ხო რა ძალიან მოგეწონებოდა აი მე დროთა განმავლობაში ჩვენ ერთად ვიყავით როცა ტელევიზიაშიც დაიწყო მუშაობა დილის ეთერში თან პირდაპირ ლაივში და ძალიან რთულია ძალიან ანუ შენთვის ლაივი უფრო რთულია მაგალითად თავიდან იყო რთული იმიტომ რომ მე ჩემი პროფესია არ იყო ეგ და იმის მიუხედავად რომ სცენაზეც როცა ხარ იქაც ჩათვალე ლაივში ხარ ხო ანუ პირდაპირ მაყურებელთან გაქვს კონტაქტი თავიდან მეჩვენებოდა რთული იმიტომ რომ გამოუცდელი ვიყავი და მე პირიქით აი თავისი ხიბლი აქვს რა ლაივი როცა არის უფრო კაია ვიდრე ჩანაწერი რაღაცა უფრო მეტი ის გაქვს რა უფრო რაღაცნაირად ხარ ხო და ეხა ამას იმიტომ რომ ცალკე სოციალურ ქსელებშიც მე არ ვიცი ეგ როგორ მოახერხე იმიტომ რომ ყველაზე მეტად მე ვიცი რა ეხა ბავშვების ამბავში აქვს ხო ბავშვებთან და ცოტა იცი რა არის მე არ მომწონს და ძალიან დაკნინებული არის ეს სოციქსელში ვინც ეს რაღაც ინფლუენსერი ვისაც ქვია მათი პროფესია მე ვთვლი რომ ეს მართლა პროფესიაა მართლა სამუშაოა იმიტომ რომ ეს მარტივი არ არის რა შენ ადგე რაღაცა დასთორო და დადო და ვიდეო გადაიღო ძალიან დიდი შრომა სჭირდება ჯერ მარტო გადაგებას დაგეგმვას კიდე არის ისეთი რაღაცა რომ იცოდე მაყურებელს ანუ რა უნდა ან ყველაფერს შენაკეთებ ერთი ადამიანი აკეთებ ამ ყველაფერს და ანუ მართლა სამსახური არის უნდა იშრომო ისე არ არის რომ შენ ხა მოგინდება რაღაცას დასთორა მოგინდება ვიდეოს დადებ და გადაიღებ და დადებ არ არის ეგრე მე ვევშვები მაგას მე როცა შესაძლებლობა მაქვს მაშინ ვაკეთებ და მაგიტომაც არ მაქვს ასე ვთქვათ მოხდილი ვერ მაქვს იმ დონეზე როგორც არიან ნამდვილი ინფლუენსერები და ძალიან დიდ პატივს ვცემ იმიტომ რომ ვიცი რამხელა შრომა სჭირდება ნუ ხო მაგრამ მაგაში ხო ცოტა ხელი შემშლელი ისიც არის რომ ფაქტიურად რა 3 წელიწად ნახევარში ანუ 2 ბავშვი გააჩინე ჩემი შვილები ხო და ანუ ეგ მაგის ფონზე შენ ყავს დაახლოებით 60,000 ხო თუ არ ვცდები ინსტაგრამზე ფოლოვერი ხო და მაგის ფონზე ძალიან მაგარია ეგ ანუ ყველაფრიდან გამომდინარე ჩემი პლუსი ამ შემთხვევაში იყო ის რომ მე ხალხმა იმიტომ კი არ დამაფოლოვა რომ ინფლუენსერი ვარ და ისეთი ვიდეოები ან მიმართვები მქონდა რითაც მივიზიდავდი არა მე ან როგორც მე სახიობი ისე ვუყვარ ვარ ხალხს და ნუ ყოველ შემთხვევაში მაშინ ისე ვუყვარდი და მაქედან გამომდინარე არიან ჩემი მიმდევრები და ეგ ძალიან დიდი პლუსია
საბოლოოდ რა არის შენთვის, აი რაც გაგიგეთებია და რასაც მომავალში ფიქრობ და ამაზეც ვილაპარაკოთ, რაღაცა გეგმები გვაქვს. რა არის შენთვის აი იდეალური საქმე? რაც არ უნდა იყოს, აი რაზე გიფიქრია, რომ აი შენ თავს ხედავ ყველაზე კომფორტულად. არ არის მხოლოდ ფინანსურ ამბავზე აქ საუბარი, უბრალოდ შინაგანად რო კარგად ხარ, რო გიხარი ამის კეთება, აი როგორ რაში ხედავ ყველაზე მეტად თავს? იცი რა არის? სახეობობა დიდად მიზიდავს თქო, ეხა ვერ ვიტყვი მაგას, შენ იცი ძალიან კარგად ეგ. განვავრცოთ მე ეგ თემა. უფრო აი მაგალითად შენს ძალიან კარგად იცი რა იდეებიც მქონია, თუნდაც სატელევიზიო, თუნდაც ინტერნეტ სივრცეში. ვერ გაგვიკეთებია, ვერ გამიკეთებია, მაგრამ ყველამ გააკეთა შემდეგ. ანუ იმის თქმა მინდა, რომ იდეები მაქვს, მაგრამ ვერ ვახორციელებდი, იმიტომ რომ ანუ სულად ვიყავი, ან თოთო ბავშვი მყავდა და ნუ შეუძლებელია მარტომ ესე რაღაცები აკეთო და მაგის კეთება მინდა, მაგრამ გარშემო ესეთი გუნდია საჭირო, ვისაც უყვარს ეს საქმე და არიან პროფესიონალები, იმიტომ რომ მე არ შემიძლია მუშაობა არაპროფესიონალობთან რა გავაკეთო. ხო და რა არის ეგ? ანუ ყველაზე მეტად რაშიც შენ თავს ხედავ, საბოლოოდ არის ის, რომ თუნდაც ინტერნეტში გააკეთო რამე პროექტი, სადაც გუნდს შეკრავ ისეთი, რომელსაც ენდობი, თვალდახუჭული, ერთმანეთის გესმით და ანუ ეგ ხო, ეხაც გონი მეც ეგრე. რაღაც იდეა მაქვს. კარგი, დიდი, მასშტაბური და ამას ზუსტად ვიცი რომ განვახორციელებ, იმიტომ რომ ეს დარწმუნებული. ხო, თუნდაც იმან მასწავლა ჭკუა, რომ იდეები რომ მქონდა და აი ფეხს რო ითრევ, აი ხვალ და იქითა თვეში და რაღაცა და ეხა აი ბავშვი წამოიზარდოს, ვერ გაკეთდა და ეხა მაქვს იმის დრო და შესაძლებლობა და ენერგია, რომ ეს ყველაფერი გაკეთდეს და გავაკეთებ. მოვიდა ეგ დრო. თუ გინდა შენ შემომიერთდ. სიამოვნებით. ხო, თუ დამიჯერებ, იმიტომ რომ მე ვიქნები ბოსი. კი. გაწყვავს? კი. რატომაც არა, თორე როცა ის არის შენი ბოსი, არა მე ნახე ძალიან ბევრი ამაში გენდობი. ნახე გემონების საკითხში გენდობი. პროფესიონალიზმის ამბავში გენდობი, ვიცი რომ ისეთ რამეს ხალხს არ მოკიდებ. რაში არ მენდობი? რაში არ მენდობი? რაში არ გენდობი რა, ერთ-ერთი ვიცი რომ რაღაც პონჩი აი საშიშროება რაც არის რომ დავჭამოთ ერთმანეთი რა. ეგ ბუნებრივია. ხო. მაგრამ ბუნებრივია. ადრე მიფიქრია მაგაზე რომ ეხა ურთიერთობის გაფუჭების ხარჯზე არ მინდა რამე პროექტი, მაგრამ ეხლა უკვე იმდენი გვაქვს გამოვლილი ერთად. იმდენჯერ გვაქვს დაჭმული ერთმანეთი რომ მოვილიეთ ერთმანეთის დაჭმა, ხო? კი. სანამ სახიობაზე გადავიდოდე და აი შენ დამოკიდებულებაზე ვისაუბრებდი სამსახიობო ხელოვნებასთან, მანამდე მითხარი, ანუ თულია რომ მე რო ცნობადი ტიპი ვარ. აი მაგალითად ქუჩაში სიარულიდან დაწყებული თუნდაც სოციალებიდან გამომდინარე კომენტარები, ზოგადად როგორია, რომ აი ცნობადი ტიპის. შენ თვითონაც ხო ცნობადი ხარ, მაგრამ მაინც მურტალია. ძალიან ცუდია და რთულია. ცუდია რა, ანუ რთულია რა. ანუ ისიც რომ შენ ხარ ცნობილი და ისიც როცა შენი პარტნიორი არის ცნობილი. იმიტომ რომ მეტი პასუხისმგებლობა გაქვს. აი ნახე რა არის ცუდი. ერთ-ერთს რასაც გამოვყოფდი. აი მაგალითად ვიღაცის მიმართ გაქვს რაღაც პრეტენზია. მომსახურე პერსონალის მიმართ, მაგალითად გაქვს პრეტენზია და შენ ამას გამოთქვა. შენ ყოველთვის ჩაგეთვლება, რომ აი ცნობილი ადამიანი რომ ხარ, აი თავში აგივარდა და იყენებ და ანუ ზევიდან უყურებ ყველას და გეთვლება მაგაში. და ჩვეულებრივი ადამიანი რა, ანუ როგორ თქვა, არ ვიცი. არა ცნობილმა ადამიანმა იგივე პრეტენზია რომ გამოთქვას, იმას არავინ არაფერს არ იტყვის. მაგრამ როცა ცნობილი ამბობს, ყოველთვის ითვლება, რომ აი თავში აუვარდა და ესე შემდეგ. და ეს არ რთულია. მეორე ფაქტორი ის, რომ თუნდაც აი მაგალითად მე პირადად ძალიან ღიზიანდები ხოლმე, როცა მოგმართავენ შაგუთი. ხო. ძალიან ცუდია, აი ძალიან ცუდია და მოდი შაგო ფოტო გადავიღოთ. ის კი არ არის ცუდი, რომ ფოტო გადავიღოთ. ანუ ნახე, შაგუსთან რო უნდათ ფოტოს გადაღება და შენ იდეაში ილო ბეროშულთან კი არ უნდათ, შაგუსთან უნდათ. ხო, მის. და დარწმუნებული ვარ შენ რო არ აღიარო ეგ, დარწმუნებული ვარ რომ შენ მესეს არ სიამოვნებს.
რა თქმა უნდა, მაგრამ თითქოს შევეჩვიე. ხო, იმიტომ რომ ხო, ბევრი სხვა ფაქტორები უფრო საფიქრალი გაქვს და ვერ მიყვები მაგას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს რაღაცნაირად ჩალექილი გექნება შენ. კი, მაგიტომაც ყველაზე მეტად, რაც მე სიამონა თუ არ ჩავთვლით პირველ პერიოდს, როცა სერიალი დაიწყო, როგორც ახალი პერსონაჟი რო შევუყვარდათ, ხო, რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში სიამოვნებდა, იმიტომ რომ თავიდან არ გზდომდი კომფორტულად თავს, რომ სახიობი არ ვიყავი და როგორც აღიარება, ის ხალხი ახლა ჩემი სამსახიობო ხელოვნებით იყო აღფრთოვანებული, არამედ პერსონაჟი მოწონათ ამიზეზით თუ მიზეზით, იმიტომ რომ სერიალი ძალიან მოწონდა. ამიტომ სადღაც ეგ მაძლიერებდა, კონფიდენს მიმატებდა, რომ მე როლი მეთამაშა, მაგრამ რაღაცა პერიოდის მერე უკვე მით უმეტეს თუ რაღაცა ფამილიარულად არის და აი ბანცად გეუნებიან, მოდი უცებ აი თითქოს აი მოდი ბავშვები არც რო ხანდახან არის რომ არც გეკითხებიან ისე გეუნებიან რა რომ უნდა გადაიღო არც მომენტში თვალისწინებენ იმ მომენტში როგორ ხარ ბავშვით ხარ ხელში რაღაცას ეუნები ხო არის მაგრამ ამას ვერ ვიტყვი რომ ყველა აკეთებს ხდება ესეც და უმეტეს შემთხვევაში მოდიან შეიძლება ფოტო გადავიღო რაც არის ფასი მეორე მომენტი რა არის იცი რომ შენ რაღაცები არ გეპატიება რა ხო იმიტომ რომ მაგალითი ხარ იმიტომ რომ თუნდაც პატარები გიყურებენ ახალგაზრდებს დასრულ ადამიანებს აღარ ვეხები, იმიტომ რომ ზოგადად დასრული ადამიანი თუ ვერ აგიქვავს იმას და შენზე იქნება დამოკიდებული, ეგ სხვა თემაა, მაგრამ აი ბავშვები როცა გიყურებენ, აი მაგალითად story დავდე რამე ისეთი, რასაც აი ვიკვებებით არა ჯანსაღად, ხო? აი fast food-ით, პირობითად ვიწახი. წამოვა აგრესია, რომ აი შენ ჩვენ გვირჩევ ამას, ანუ ჩემი ისტორია, ჩემი ინსტაგრამია, მე მევჭამ, რასაც მინდა იმას დავდებ, ხვდები და ძალიან შემაწუხებელია და ძალიან არ მომწონს ეგ. კი, ეგ წნეხი არის. ეგ წნეხი არის ხო, იმიტომ რომ აი იმ მაგალითს ვამბობდი სულ რომ სუსუ პირველად, როდესაც უცნობადი გავხდი, მაშინ ჩემთან ცხოვრობდი. და ერთი ქალი იყო რა ჩვენი მეზობელი და მზია თუ რაღაც და როგორ რაღაცას რა შევატყე იცი რომ აი ადრეც ახლა ეს ბიცის დიდი ყურსასმენები მეკეთა ჰიპ-ჰოპს უსმენდი და რომ მოდიოდი ყოველთვის შეიძლება ვერ დამენახა რა ვინ მომესალმა ვიღაცამ რაღაც მითხრა და ასე შემდეგ და ბიჭო ეგ იცოდნენ გამარჯობას აღარ ოფსო ანუ ნახე ოღონდ ეგ იცოდნენ მანამდეც ესე ბიცით უსმენდი მანამდეც ჰიპ-ჰოპის სახშიც მამახლა ჩართული გარეთაც მუსიკა ცხოვრობდი ამ მუსიკით რა და მანამდე ეს მიჩნეული იყო რომ ანუ აი ილო ეგეთი ტიპია რა კაცო აი თავისი სამყარო აქვს და რაღაც მაგრამ როგორც კი ცნობადი გავიჩნდა მე ისევ ეგრე ვიქცეოდი მაგრამ ამას უკვე სხვა სახელი დაერქვა გესმის და ანუ გინდა არ გინდა წნეხი იჩიტება ანუ რაღაც არაბუნებრივად უნდა იქცეოდე მუდმივად რომ აი ვინმე რამე არ იფიქროს ვინმე თან იცი რა მომენტია მარტო ხვის აზრის გამო კი არ აკეთებ ამას შენშიც რაღაც პროცესები იწყება რომ ხო აი უნდა განსაკუთრებით მიესალმო განსაკუთრებით რაღაც აღნიშნო და გინდა არ გინდა რაღაცა შენი პიროვნების ნაწილს კარგავ იმიტომ რომ მე სხვამ შეიძლება აღიქვას რომ ზემოდან უყურებ ამიტომ ერთი სიტყვის მაგერად ხუთი სიტყვის თქმა გჭირდება ხო ხტები მაგრამ ადრე თუ გვიან ალბათ მე ნელ-ნელა იმ ყველაფერს რო ეჩვევი და ჭდება მე შეიძლება შენ თავს რაღაცებში მეტის უფლება მისცე მაგრამ ხო მე მახსოვს კიდე ერთხელ იმოქმედა აი დრაგების პრობლემა რომ მქონდა ადრე აქ შევიჯექი და შემატყო რომ ვერ ვიყავი კარგად რა და ეთყობა რაღაცა განკითხვით და ცუდ პონჩი კი არ მითხრა თითქოს რაღაცა პოზიტიურად იყო განწყობილი და მითხრა რომ აიო შენო ამდენ ტიპს რო ევასებიო და ამდენი ტიპი რო გიყურებსო და აი ვიღაცა იტყვისო რომ აი მე რო გავხდები დიდი მეტსახები რაღაცა ვიღაცის შეიძლება მაგალითი იყო და შენ რო ამ მდგომარეობაში ხარო მაგაზე არ ფიქრობო და აი თითქოს რაღაცნაირად დავფიქრდი მაშინ ხა არ ვიყავი ხშირად ისეთ კონდიციაში რომ სწორი რაღაცები მიფიქრა მაგრამ იმ დროს დავფიქრდი რომ ბიჭო მომენტ ხო ნახე ესე არ მიფიქრია რა და მე დროთა განმავლობაში რაღაცები ვისწავლე, მაგრამ თავიდან ძალიან რთული იყო რა, ყველაფერს ვეხეთქებოდი, იმიტომ რომ ისე სწრაფად მოვიდა ჩემთან თან ეგ ყველაფერი. ეს კაცი რომელიც ულაპარაკობს, ისე სწრაფად მოხდა რომ დამერხა რა. მაგრამ აი შენი მიდგომები სამსახიობო ხელოვნებასთან. ეხლა რატომ? მე რო გაგიცანი, ჩვენ როცა გვისაუბრია, შენ პედაგოგზე სანდროზე, მრელიშვილზე, ძალიან დიდი სიყვარულით ლაპარაკობდი. მაშინ შენი ისინიც ვინც იყვნენ და ჩვენი საერთო მეგობრები, რომელსაც თეატრალურ წრეებთან შეხება გონიათ, ან ერთად სწავლობდით, ან სულაც ერთ თეატრში იყავით, განსაკუთრებით აღნიშნავდნენ შენ მოწიწებას სანდროსთან მიმართებაში. ზოგს ოღონდ სწორად ესმოდა, ზოგს არასწორად. ხო და უზომოდ შეყვარებული ყავი მაგ ამბავზე. შენ ჩემთვის მოყოლილი გაქვს რომ სანამ ჩააბარებდი იქ ნათქვამი ქონდა თეატრალურზე რომ იცოდეთ რომ ერთ-ერთი უმადური პროფესიაა რომ თავინა გადადოთ და ვერანაირ მატერიალურ თუ რაღაცა დახმარებას ვერ მღერა და ანაზღაურება ვერ გექნება.
ხო და ასეთი შეყვარებული ადამიანი სამსახიობო ხელოვნებაზე. რანაირად მოხდა ისე რომ მე და შე რო ეხავს საუბრობთ ხოლმე გაგონება არ გინდა. საერთოდ მაქს ფეროსი და აღარ არის ესეთი ღირებული შემთხვევა. მაგაზე ბოლომდე პასუხი არ მაქვს, იმიტომ რომ ისიც დაუშვი რომ აი რახან ისე აღარ ვარ ჩართული ამ ამბავში, თუნდაც თეატრში რო აღარ ვარ. ხო არ არის ის რომ რაღაცა დავიბოღმე ან მშურს სხვების რომ მე გავჩერდი და სხვები აგრძელებენ თეატრალურ სფეროში მუშაობას, მაგაზეც ფიქრობდი. მაგრამ ალბათ რაღაც დოზით ეგეც იყო, თუმცა არა, ანუ მამოძრავებელი ეგ არ მგონია რა ბოლომდე რო იყოს. და კიდე ისიც ის აი რო ამბობენ მსახიობები, რომ აი მე თუ ერთი ადამიანი მაინც ავატირე, დავაფიქრე, გავაგონე სათქმელი, ეს არის ჩემთვის ღირებული. მეც ვამბობდი მაგას, მაგრამ არ არის ეგ. თავიდან ბოლომდე არის ეგო და შენი ეგოს დაკმაყოფილება. ბოლოს ტაშს რო დაგიკრავენ და სპექტაკლის დროს, როცა ალბათ ყველა შევზიზღდები ხა ყველა მსახიობს და იტყვიან რომ არასწორს ვამბობ, მაგრამ ეს ჩემი პოზიცია, ჩემი ხედვა ეხლა ამ მომენტში. რა იქნება 2 თვის მერე არ ვიცი, მაგრამ ეხლა ესე ვფიქრობ. და მაქვს იმის უფლება, რომ ასე ვიფიქრო და ვთქვა, ეს ღიად, ალბათ, ხო? ხო მაქვს უფლება. ხო. ხო და უცბელი ხარ და მორჩა. მაინც თავიდან ბოლომდე ეგ არის. ტაში რო დაგიკრან და თვითონ პროცესის დროს რიტუალია, ერთგვარი რიტუალია, იმიტომ რომ თავისუფლდები, ხო? ანუ რაღაცას რო თამაშობ, ხო, იცლები ენერგიებისგან და ივსები. ხოლმე და მხოლოდ ეგოა და არ არის ის რომ ეხა მაყურებელმა ისა რა ქვია ბოროტება შევცვალოს იკეთისკენ ვერ არის. ანუ მაყურებლის გაკეთილშობილება, ასე ვთქვათ, შეიძლება ამისთვის შეიქმნა თავის დროზე. რეჟისორი მაგას აკეთებს ალბათ. და თვითონ, ანუ სპექტაკლი, კი ბატონო, მაგისთვის არსებობს, მაგრამ აი მსახიობი არ. ხო და რა გაწევს ეგეთი დარწმუნების იმას, რაც გულისხმობ ვიცი რომ ხო შეიძლება ბუნებაში იყვნენ ისეთი მსახიობები, რომლებისთვისაც თავარი მამოძრავებელი ძალა ეგ არის. თან ერთი რამე მინდა გითხრა. როდესაც შენ ხარ საქართველოში რო ხარ თეატრში და 400 ლარი რო გაქვს ხელფასი, ამ დროში და არაფერი რო არ არის ეგ ფული, ამას თუ აკეთებ, ანუ ხო მართლა ძალიან უნდა გიყვარდეს იმას, რასაც აკეთებ. თუმცა ეგეც შეიძლება ეგოს გამო შეიძლება კაცო რომ გიღირდეს ეგ იცლებოდე. არ მე იმას კი არ ვამბობ რომ არ უყვართ, მაგრამ შენ ამბობ რომ თავარი არ არის. ეგოს დაკმაყოფილება ყოველთვის ღირებული არის. ხო და ანუ შენ ამბობ რომ თავარი მამოძრავებელი ძალა არ არის ის რომ ვიღაცა იქ გააკეთილშობილო, ჯერ არის სხვა რაღაცეები და სადღაც ბოლოსკენ მოდის ეგ. და ისიც იმიტომ რომ შენ მეც იმაში გეთანხმები რომ მეც რომ ვინმე ავატირო ან გავაცინო, მე პირველი მე მაგას აი არ ვიცი მსახიობები როგორ ფიქრობენ, მაგრამ მე ის მომენტი არ მაქვს, რომ ვაიმე მასში შევიტანე, რაღაცას დაფიქრდება შემდეგ და რამე. ჩემთვის პირადად ეგრეა, რომ შეიძლება ავატირო ადამიანი, მაგრამ შიგნით მე სიამოვნოს, რომ მე შევძელი. ხო ხტები, ანუ პროცესისგან მიღებული სიამოვნება და პლუს რომ ესე იგი რაღაცა ისე გავაკეთე კარგად, რომ ამ ადამიანისთვის ემოციური იყო და დამაჯერებელი იყო. აქ ისიც უნდა ვახსენოთ, რომ მე როცა შენ გაგიცანი, დაუფარავად და პირდაპირ და გულწრფელად მითხარი და მე ამ ერთ-ერთი მიზეზი რატომაც შემიყვარდა სწორედ შენი პირდაპირობა და გულწრფელობა და ნაღდობა მითხარი რომ საშინლად არ გაგისწორდა მე რომ შაგუს როლზე გავიჩითე, ქონდა უსამართლობის განცდაც, მაშინ და არ მოგწონდი ძალიან. მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ ადამიანები ვერ გიბედავდნენ მაგის თქმავს, თორე რა თქმა უნდა. არ მჯერო რომ ვინმეს აი მაშინ მაგ ეტაპზე თორე მე ძალიან კარგი იყავით. პირველ წელიწად ნახევარს ვინმეს რატო უნდა მოწონებოდნენ? თუ ნუ ხო ყველა მაყურებელი სხვადასხვა თვალით უყურებს მაინც, მაგრამ ნუ არა, მას ძალიან ცუდი იყო. მეც ხო სულ მაგას ხვები, არა ეხა იქ რო ვიყავ განსაკუთრებით ის სცენა. აი მოვიდა კიდე ერთი. კიდე ერთი ჩეცდას პერსონაჟი. ის სცენა რესტორანში რო შედიხარ და არა, გეხვეწებით. მე YouTube-ზე ნახეთ რესტორანში რო შედის და ვიღაც უცხოელებს რო აგდებს რაღაც ნიგერიის ელჩებს თუ რაღაცებს აურაში. ხო, ნახეთ. კატასტროფული სცენა იყო რა. ანუ იმაზე ვბაზრობთ რა ქვია. პირველად ვითამაშე მთვრალი შაგუ შედის რესტორანში და ვიღაცა ნიგერიის ელჩები თუ ამბასადორები არიან და უჭედავ რომ აქ რა გინდათ მეთქი რა ცუდად თამაშობ ციო შენ რამდენიმე ისეთი მაგარი სცენა და შეფასება გაქვს გაკეთებული აი ისეთი მაგარი რომ აი სამწუხაროდ
აი კარგი მაყურებელი უნდა იყო, რომ ეგ დაიჭირო და დაინახო რა. ყველა ვერ აკითხავს მაგას. რომ მე ხელებს ვწევ შენი სამსახიობო ოსტატობის ამბავში. ხო, მაგრამ თავიდან ის იყო. თავიდან მე თვითონაც ზოგადად ეხლა კიდე მაყურებელს მინდა ვუთხრა, რომ ძალიან რთულია საქართველოში სერიალში თამაში, იმიტომ რომ იმდენი გარემო პირობები, იმდენი რაღაც არის, რაც ხელს გიშლის, რომ შენ როლი გააკეთო და კამერის წინ ითამაშო, აი იმდენი გასათვალისწინებელი რაღაცა არის, რომ აი არ ვიცი. მე მივხვდი რომ იყო ხოლმე დაქალებს იმიტომ ვუყურებდი რომ მე ნახა ახალგაზრდები როგორ თამაშობდნენ და მივხვდი რომ დაქალებით არ უნდა შემეფასებინა. საბოლოო ჯამში საკუთარმა გამოცდილებამ მანახა ეგ იმიტომ რომ თვლიდი რომ აი მაგალითად ამ სცენას ესე ვითამაშებდი, ამას გავაკეთებდი, მაგრამ იქ ოპერატორი გეუბნება, რომ ამის იქით აღარ გამოიწეო, იმიტომ რომ განათებას ვერ ვაკენებთ მაგეთ და ესე ელაპარაკე და შეზღუდული ხარ რა, იმიტომ რომ ყველა აქ კოსტუმი გირჭერს, იქ ოფლი ჩამოგდის, მაკიაჟი აღარ გაქვს და ანუ ძალიან რთული ერთი სიტყვით გადაბრუნებულს თუ ამბობ, ანუ გიჭედავენ და და ემოცია დაკარგე უკვე. ხო და ემოცია უკვე მაგიტომ მიყვარდა თეატრი, გახარ და თამაში. მაგითი ჯობია კი, მე არ დამავიწყდება ერთი სცენა, რომელიც იყო 12 საათი ქონდა გადავод. იყო აი როგორი ზაფხული იცი, აი რო აჭერდა ძალიან და თან ეს იყო ხო გახსოვს ის შაგუდა ჩიკასახლის საათი იყო. ბოლო სართული იყო და წარმოიდგინე 12 საათი ვიღებდით. ამას იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი იყო სუფრაზე და ადამიანები არ ვიცი ვინ არიციან ალბათ, მაგრამ რაც უფრო მეტი ადამიანი, უფრო დიდხანს მიდის გადაღება, იმიტომ რომ ყველას ის უნდა გამოაჩინო, სახე, შეფასება და ნუ რაც უფრო მასშტაბურია სცენა, უფრო დიდხანს გრძელდება. და მოკლედ პრემიერი ვინც იყო მაშინ და ვინც აქ შაგუძ მაკაცის არის და ცხოვრებაში ჩემი ძმაკაცი და იქაც ჩემი ძმაკაცი სერიალშიც ცხოვრებაში ჩემი ცოლი და იქაც ჩემი შეყვარებული. არ შეიძლება რომ შემოიჭყიდო? შემოდი დაჯიქი. მოდი რა ცოტა ხანი. მოდი ჩვენთან. რალამაზი ხარ. მადლობა. აბა რალამაზი. შემოიტევი. რალამაზი რა, რალამაზი. შემოვიდე. ჰა? აი კითხვას რომ ისმევ. ნახე ადამიანებს რომ ვეუბნებით რალამაზი ხარ, რალამაზი ვარ, ჭედო. ძალიან ლამაზი. დიდი მადლობა. უი, სად შემოვეპატისეთ. მოდი, მაშინ პეტრიჩკა ხო არა? აი არა უშავს ის. ისე გაიგებს ხო? აი ცოტას ურალის პონჩი ვიждები რა. პირველ რიგში მივესალმებ იულოს მაყურებელს. რა გადავждე. მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელმა სტუმარმა ძალიან დიდი გავლენა უნდა იქონიოს წესით ამ პროექტზე და მინდა აღვნიშნო ანის სილამაზე. დედას ვიწავარ სვეტში წეღარო შემოვედი. ბიჭო, რატო აუნერვიულდიტო? პირველად რომ გავიჩითი აუნერვიულდი. ის რა ხო პირველ რიგში მინდა მიულოთ 8 მარტი გუშინდელი თუ გუშინწინდელი. გუშინწინ არის ხო? ხო. და არ ვიცი ხა რატო ხო პირველ რიგში ეგ და თან პახოდო ანი გაიჩიტა რაღაც ჩემ პოჩი სხვანაირი რა. აი ეთყობა ჯერ ესეთი დიდი ხანი არ მყავს ნანახი და მეორე ალბათ დედობის მუღამი უფრო სხვანაირად აისახა ანიზე რა. ხო არიან ქალები რა, რომ აი სიტყვაზე რომ გადის რაღაცა პერიოდი რა, შვილს რო გააჩენ, რო გაზდი რაღაცა და რაღაცნაირად სხვა ტიპაჟები იჭიდებიან, უფრო ოჯახურები, უფრო რაღაცნაირები და ანი არის უფრო დახვეწილი აი ჩემ თვალში, წეღა რო დავინახე, რამდენი ხანი ნანახი არ მყავდა და რაღაცნაირად უფრო გალამაზებული ხარ, ანი მინდა გითხრა, ყოველთვის ეს ცოლის დაქალები იყო თუ ცოლის დაქალებს გარეთ, სადაც მინახი ხარ ყოველთვის, შენი სილამაზე ყოველთვის სხვანაირად ასხივებდა ხოლმე და ეხა უფრო ისეთი ხარ რაღაცნაირი რა. ეგ იცი რა, საიდან გამომდინარეობს? ქალის სილამაზე და კაცის სილამაზეც ზოგადად შინაგანი მდგომარეობიდან და ალბათ ახლა შინაგანად ძალიან კარგად გგრძნობ თავს და მაგიტომაც გეჩვენები ეგრე. კი, სავარაუდოდ მასია კი. მადლობა ამისთვის ილოს. ხო, არა რა არის იცი კიდე მართალს ამობს რა. მართლა მე ჭედოს ვეძახი, მართალს ამობს. აუ შენ რა გერქვა სერიალში? ბექა ხო. ხო და რა შეიძლება ჭედო მართალი? ეგ მართლა გაქვს. დედას კიდე დამატებით კიდე სხვა სილამაზეა რომელიც რაღაცნაირად აი ეფინება რა აი მაგალითად გოგო როცა არის ორსულად
აი სულ სხვანაირად გამოიყურება. რაც არ უნდა მოიმატოს, რაც არ უნდა ზედმეტი კილოგრამები, რაც არ უნდა დაღლილი იყოს, შესებული იყოს, ასხივებს სხვანაირ ენერგეტიკას და სხვანაირად ლამაზები არიან და იგივე ამბავი. რას ვარიც დაკურებული, როდესაც მანდილოსანი და ქალი ორსულად არის, არ აქვს მის ასაკს რა, არსებითი მნიშვნელობა რა. შეიძლება იყოს ასაკში, მაგრამ ორსულობის დროს, აი მე ესეთი განცდა მაქვს მაგალითად, რომ თითქოს აი სახე ეთკიცება რაღაცნაირად, აი გადადკეცილი აქვს სახე და აი ახალგაზრდულ იერს უფრო ბადებს ორსულობა ვიდრე სიტყვაზე მნიშვნელობა არ აქვს მის ასაკს რა. ანუ რაოდენ ასაკშიც არ უნდა იყოს ქალი ორსულობის დროს, ჩემი აზრით ორსული ადამიანი და ორსული ქალი ბევრად უფრო სხვანაირად გამოიყურება სახეზე, უფრო რაღაცა მშვიდი სახე, უფრო რაღაცნაირად გაწონასწორებული, აბსოლუტურად სხვადასხვა ქალი ჩემი გადმოსახედიდან ორსული და ორსულობის გარეშე რა. ხო და მაშინ მე ვიტყვი ერთ რაღაცას, ახლა მოუწოდებ მამრობითი სქესის ადამიანებს, რომ თავიანთი თან რვა ის ბოლი გამომდიოდა. მოუწოდებ მამრობითი სქესის ადამიანებს, თავისი პარტნიორები ამყოფენ ბედნიერები და იქნებენ უფრო ლამაზებიც. კი ბატონო, ყველაფერი შინაგანის თემაა. მართა შიგნიდან მოდის. მაგრამ იცი რა არ მომწონს? აი ის არ მომწონს, რომ არ მინდა რომ ცუდად გამომივიდეს და ვინმე მომედავოს, მაგრამ აი რა აქცენტებიც არის, რომ აი ქალი უნდა ვიზრუნოთ, რა თქმა უნდა ვიზრუნოთ ქალზე განსაკუთრებულად, მაგრამ ამაში კარგავთ კაცების ზრუნვაზეც რა. ოღონდ მე არ ვიძახი რაღაცა წინდის გარეცხვაზე და ამ ზრუნვაზე საჭმელი გაუკეთო და ვაჭამო. რამდენადაც ქალს სჭირდება შიგნიდან რომ კარგად იყოს და გათვალისწინებული იყოს და პატივს სცემდნენ, იგივენაირად უნდა სცეს ქალმა კაცს და თავის პარტნიორს პატივი. და მით უმეტეს ეს ქალებს ეხებათ, იმიტომ რომ ქალები არიან დედები შვილების. აქედან გამომდინარე, ისევ ქალების საქმე არის ეგრო თავის შვილ ბიჭებს ისე გაზარდო და ისე აღზარდონ, რომ პატივი სცენ, რომ ასწავლონ მერე იმ თავიანთ შვილ ბიჭებს ქალის პატივის ცემაც და შესაბამისად კაცის პატივი, მეგობრის პატივის ცემა. ხო, ყველაფერი მაინც ჩვენზე არის ქალებო დამოკიდებული, მაგრამ ვეცადეთ რომ კაცებსაც პატივი ვცეთ და მათ შინაგანზეც სწორად ვიფიქროთ და მივცეთ მიმართულებები და რაღაცეები რაც არ მოგწონს არ იმას ვქნათ, არ როგორ ვთქვა არ ჩავაჭიროთ არ ჩავაჭიროთ, ხო. სულ რომ მართლები იყო. პრობლემის აღმოფხვრაზე უფრო უნდა ვიფიქროთ. ხო. კარგი, მე ვიცი და მსმენია და თამახოდულ დამინახავს კიდეც. რომ ილო არის ძალიან მაგარი мама. просто მაგრამ მაინტერესებს ანის განმოსახედიდან ილო როგორი მამაა რა. ილო არის სუპერ мама. ძალიან მაგარი мама არის, ძალიან. და რაც მომწონს არის ის, რომ მეც და ილოც ყოველდღე რაღაცას ვსწავლობთ. ჩვენი შულებთან ურთიერთობიდან გამომდინარე. ვსწავლობთ, ვფიქრობთ, რითი როგორ გავაუმჯობესოთ. კი და მანდაც ცოტა ბალანსის თემაა, იმიტომ რომ ხანდახან არის რომ ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ მექანიკური არ იყო მათთან. მაგაზე ჩვენ ბევრჯერ გვილაპარაკია და მეც ვმუშაობ ჩემ თავზე, რომ ანუ აი უბრალოდ პასუხები არ გავცეს. მისთვის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, რომ იმ მომენტში აუხსნა, რატო ვერ ეთამაშები, გაგიგებს, არავის არ გეგონოთ, რომ ახან პატარები არიან, ვერ გაიგებენ, რაღაცები შეიძლება სხვანაირად გაიგონ, მაგრამ თავარ არს მიხვდებიან. გაგიგებენ. აი მაგალითად ჯერის მე რამდენჯერ ვთხარი, რომ თუ მოგინდება ჩემთან თამაში, მე ვთხარი, მოდი და მითხარი მე თამაში. ნუ მოგერიდება, ანუ მითხარი. მე თუ ვერ შევძლებ, გეტყვი რომ ვერ შევძლებ და ყოველთვის აგიხსნი რატო ვერ შევძლებ. მაგრამ ის 1 საათი, რომელსაც შეძლებ, მაშინ უკვე თუ ბავშვთან აი ბოლომდე ხარ, აი მისნაირი ხდები, ერთად თამაშობთ, ერთად გორაობთ და რაღაც. მისთვის ის 1 საათი ბევრად მნიშვნელოვანია ეგრე, ვიდრე მთელი დღე იმიტაციას ქმნიდე, რომ აი ხო მამიკო რა არ გაუტეხო და არაწყენინო, მაგრამ იქ წვალობს, იმიტომ რომ გზნობს რომ მასთან არ ხარ, თან ხარ მასთან, თან არ ხარ, სხვა რამეზეც ვეღარ კონცენტრირდება. გულწრფელობა და გამომდინარე. იგივენაირად, მაგალითად, რაღაცა კითხვას რომ დაგისმოს შვილი და შენ მაგაზე პასუხი არ გაქვს, უმჯობესია რომ ყველაფერზე პასუხი გქონდეს, მაგრამ ვერ გვექნება. აბუხსნათ, ვიცი რა, მე არ ვიცი. არ ვიცი.
და აპრიორი რაღაცა ანისია კიდე რომ არ შევთავაზოთ ჩვენ შვილებს და არჩევანი მივცეთ და აზროვნების უნარი რომ მივცეთ, ეგ არის კიდე ყველაზე მნიშვნელოვანი. კი და თან იცი რა არის აი მართლა ბალანსის თემაა, იმიტომ რომ რასაც ნახე როგორ გეხმარება მშობლობა საკუთარ თავზე მუშაობის ამბავში რა. შენ მე ის სურვილი რაც შენში დევს რომ რაც რავი ინსტინქტის დონეზეა ამის რომ გინდა რომ კარგად იყოს, ხო? ის არ გამოიაროს, რაც შენ გამოიარე. და მე უკვე როცა ის ძალიან გულწრფელია და ძალიან გინდა და ამ ინსტინქტს კი არ ებრძვი, არამედ პირიქით გასაკანსაძლევ, მე ისეთ დეტალებზე ფიქრობ, რაზეც შეიძლება მანამდე არ გიფიქრია. სხვანაირი პასუხისგებლობით ეკიდები ნებისმიერ რამეს. სხვანაირად დაკვირვებული ხარ უკვე რაღაც საკითხებზე გესმის, როცა ვითუმეტეს მას თუ ეხება საქმე, ხო? აი მაგალითს გეტყვი რა. რაც შენ თქვი მოგებაზე და ასე შემდეგ. ერთი პერიოდი შენ ხო იცი ჯორდანი, კობი რა ტიპები არიან და მინდოდა რომ აი თავიდანვე მათში იყოს. რახან მე მაკლდა ეს რომ ოჯახიდან არ იყო იმ ხელა მხარდაჭერა სპორტთან დაკავშირებით, მინდა რომ მათ იგზნონეს. და ეხლა კი პატარაა ჯერი და თქვა უფრო მეტად თუ აკონტროლო და მე მომავალში შეიძლება უფრო განვავითარო ის მომენტი თუ რამდენად მნიშვნელოვანი რომ გადალახოს წინაღობები და ისიამონოს პროცესით პირველი მაგას უხსნი მე ეგრე არ უყურ მე მინდა და მოგება წინ ვირბინო ვაჯობო და ასე შემდეგ მაგრამ დროთა განმავლობაში შეიძლება გატეხო შენი შვილი მაგისგან ანუ დაუწესო ისეთი თამასა რომელიც არარეალისტურია და მე ტიპს იმედგაცრუება ქონეს რომ აი მამას ჩემით არ ამაყობს ან უთხრა ვამაყობ შენით მაგრამ მე რაღაც მომენტში გააკეთოს კარგად და დაგავიწყდეს თქმა კი ანუ უყვართ მაგრამ აი იგივე მომავალში ხარ ახან კალათბურთი ახსენე პროფესიის არჩევის დროს არ მინდა რომ ჩემი წნეხი კონდეს რომ აი თუ სხვა პროფესიას არჩევს მე დამაღალა და ამ პროფესიას თუ არჩევს ესე იგი მე ბედნიერი ვიქნები რა და მაგებს ნელ-ნელა სწავლობ და მშობლობა მაგას გაწევს და რაც უფრო უკეთესი მამა ხდები ან დედა ხდები მით უფრო უკეთესი ადამიანი ხდები და მით უფრო წარმატებასაც მიაღწევ იმიტომ რომ აღარ ხარ ზედაპირული ვერ აძლევ შენ თავს მაგის ფუფუნებას რომ იყო ზედაპირული ეს იმას არ ნიშნავს რომ რასაც მე ახლა ვამბობ ეგ შევძელი მაგრამ პროცესში ვარ ამის ხო ხდები ეს პროცესი შოცა იზრდებიან ბავშვები რეალურად ამ დროს მშობელიც იზრდება რა იმიტომ იქ ბევრი ამის სწავლობ ბავშვთან ურთიერთობის დროს ყოველი დღე არის განსხვავებული იქ წლების მატებასთან ერთად შენი წლებიც მატულობს როგორც მშობლის და შესაბამისად ეს საერთო სურათი ქმნის იმ დიდ დილას, რასაც ბავშვთან ურთიერთობია და რეალურად ზუსტად თქვი რა, შენს კარგი ხდები ბუნებით რა, იმიტომ რომ ბავშვთან ურთიერთობის დროს შენ როცა ხდები როგორც მშობელი იზრდები ეს გაისახება შენს გარშემო მყოფ ხალხზე და გონია რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბედნიერებაა ზოგადად მშობლობა და მე ყველას ვუსურვებ რომ ახლა მშობლები და იმ ბედნიერებით რა ბედნიერებაც შვილის ყოფნა ის ყველას აერთინოს თავის ცხოვრებაში ხო თუ ცუდად ისმის ხმა ეხა ჩალიჩობთ მიკროფონზე და ეს თუ გამოვა გაასწორებს იმიტომ რომ მე შეიძლება გაწვალდნენ ადამიანები ვინც გვისმენენ და ვერ მოახერხონ აი ხა მზადდება მიკროფონი როგორც კი იქნება დაგიდებთ და მე უკვე ჩეულებრივად იბაზრებ რომ ძალიან ყვირილი არ მოგიწიოს კაი მშობლობა და ზოგადად აი კიდე ერთ მაგალითს ვიტყვი ამ ამბავში, იმიტომ რომ ხო ვინ ჩვენ გვიყურებენ, შეიძლება ზოგს ყავს შვილი, ზოგს არა, ვისაც ყავს, შეიძლება ამაში გამოადგეს და გაზიარება მინდა და არა ჭკუის სწავლება, ვინმე არ გაიგოთ, რასაც მე ვფიქრობ და განვიცდი, იმას გიზიარებთ. დარწმუნებული ვარ, თქვენს ბევრჯერ გაგჩენეთ იგივე კითხვები. და ვისაც არ ყავს, იმას შეიძლება რამეში გამოადგეს მომავალში. აი, მაგალითისთვის, ერთხელ ძალიან ბევრი ჩიტი დაფრინავდა ჩვენს სახლთან, აივანზე ვიყავით. და მეორეჯერ სტადიონზე. და ვფიქრობ, რომ აი ტელეფონში ხო იცი თან აი როცა მძიმე ვითარება მოცემულობა ტოქსიკური გარემოა სოციალურ ქსელებში ანუ გჭამს რაღაცნაირად შენც ვერ ამჩნევ ისე იმას გრავიტაციაში ხარ რა და ბიჭო ფიქრობდი რომ მეთქი აი ხაი ბავ და მისი ხათრით რახან ჩიტებიო დაიძახა და მე ერთი პერიოდი 1-40 წუთი აი ამ ჩიტებს ერთად უყურებდით და გადავეშვი აი სულ სხვა ამბავში თითქოს მეც გავბავშვდი და როგორც ადრე ბავშვობაში სოფელში ჩიტებს უყურებდი და ეგ მიხარო და სად იყო არც ტელეფონი არაფერი და აი რაღაცა ძალიან შიგნით და ვიგზენი თითეული ჩიტის პონტი ანუ მე მოვიდნენ ჩაგვიარეს ჭიკჭიკებდნენ ბავშვს ხარ ისიც ბედნიერია შენს მე იმ დავიწყებულ ძველ რაღაცებს ახლიდან იხსენებ როგორ გიხარო და ჩიტის დანახვა რაც ჩვეულებრივ ამბავში ეგრე არ არის სხვათა შორის ერთ ესპანელ ფილოსოფოსს ჰქონდა ძალიან კარგი ფრაზა რომ ზარიო ეკლესიის ზარიო
პირველ რიგში არისო შეხსენება, რომ ჩვენ მხოლოდ მიწის შვილები არა ვართ, იმიტომ რომ როცა ზარი რეკავს, ადამიანი ფსიქოლოგიურად ეგრევე ზემოთ იყურება. და ანუ ეგეც არის, რომ აი თითქოს ზემოთ რაღაცნაირად იმის შვილიც რო ხარ, ცის შვილიც რო ხარ, ეგეც გახსენდება ხოლმე. და ერთი კიდე რაც მინდა დავამატო, ადრეც ნათქვამი მაქვს, ძალიან კარგი კულტურა აქვს აზიაში. არაბულ სამყაროში განსაკუთრებით ყიდიან რვეულებს, სადაც არის პატარა გრაფა ქვემოთ და ყველას ეს რვეულები აქვს, რაც კულტურის ნაწილია, საქმის ამბავი იქნება თუ რისი ამბავი იქნება და იმ პატარა გრაფაში ყოველ დღე უნდა ჩაწერო შენი შთაბეჭდილებები. რა ლამაზი მზე იყო, ჩემმა ცოლმა დღეს ესე გამომხედა და ეს უკვე ჩვევაში აქვს. ანუ რეალურად რაღაც პონჩი, ანუ თითეული მათგანი ყოველ დღე მინი პოეტია რა. და მე და ანუ ეგ კარგი თვისება, იმიტომ რომ აი ტექნოლოგიური განვითარების დროს ჩვენ ზედმეტად დამოკიდებულები გავხდით ამ ტელეფონებზე. იმდენად რომ უკვე სპეციალური აპლიკაციებია, როგორ გავხდეთ რაღაცა უფრო უკეთესები და ასე შემდეგ და ყველგან რაც კი ეგეთი რამე მინახავს, არის შეამცირე დრო ტელეფონთან. გაატარეთ მხოლოდ 3 საათი და მერე მოვა ძალიან ბევრი წარმატებაც. ეს არ არის თან რჩევები მხოლოდ სულიერი ჰარმონიისთვის. პრაქტიკულადაც კარგია. თუმცა ანიმიჩის რომ მე არ გამომდი. პრაქტიკულად კარგი არის. ხო, იმიტომ რომ ხშირად ვარ. ხო, ну, უბრალოდ კიდევ ერთხელ დავაზუსტებ ამას და არა მარტო ამას, როცა ვსაუბრობ ხოლმე, მე არ ვსაუბრობ იმ პოზიციიდან, რომ მე შევძელი და თქვენ შეგილიათ. ანუ რა გამოწვევებიც მაქვს, ანუ იმ გამოწვევებზე საუბრობ ზუსტად. მაგიტომ ვიცი ეგ რო პრობლემაა, რომ მეც მაქვს ეგ პრობლემა. ამის თქმამი და ტელეფონზე დამოკიდებულების ამბავში და იმედია, რომ მე გამომივა, რომ ძალიან დავაბალანსო ეგ ამბავი, იმიტომ რომ თავარი მონდომებაა გამოგიო. ესმის. კაი, ერთი რამ აუცილებლად მინდა ამ თემას შევეხოთ. აქ შენ იცი რომ ხშირად ჩემთან ჰიპ-ჰოპ არტისტები დადიან ამ პოდკასტის ალბათ მინიმუმ 50% იყვნენ მოსულები PvP-ს ბეთლის ხალხი და ვიცი რომ ძალიან უყვართ ისინი, იმიტომ რომ აქ მოსულ ადამიანებს ყველას ნახვები აქვს, ყველას ჩართულობა აქვს, ყველას კომენტარები აქვს. ხო და ხა ამას რატო ვახსენებ, იმიტომ რომ კაი ხანი PvP-ს უფრო მეუყურებდი ხოლმე და რაღაცებს შიგადაში გეუბნება და დიდად ინტერესი არასდროს არ გქონია, მაგრამ მე Young Mike და Iwajis ბეთლი რო იყო, ძალიან ჩაერთე შენ, გაგისწორდა პირველ რიგში Young Mike-ის ჰუკი, ამ ტერიტორიაზე ჩემი ნაშა ხარ და ბევრი რაღაცა ის მისამღერი რაც იყო, ძალიან დავირუსტა. და მისი მდგომარეობა. ხო, ძალიან დავირუსტა და მისი მდგომარეობაც ასევე. მე ნახე მთლიანად ბეთლი, ჩვენ ერთად უყურებდით, მეც რაღაცებს გიხსნიდი რა როგორ და ნათიაც ნახე. მე მგონი შენ ხო, როცა იმ ნათიას ძალიან კარგი ისინი აქ რა ქვია, განხილვები და თქვა გაშლა. გვინდა რომ დესმე მოვახერხოთ რომ ბავშვები ვინმე ჩვენ მეგობართან დავტოვოთ ღამე და ჩვენ წავიდეთ PvP-ზე და იმედია შემდეგში ახლა როცა იქნება შემდეგი ბრძოლა თუ ვაცდები ნიკისლოუა ჩვენ მეგობარ გალოს დავტოვოთ და წავ. კაი, შენი დამოკიდებულება PvP-სთან Young-ის და Iwajis ბეთლი გაქვს ნანახი და ახლა ხანს იყო კიდე პელესი და Young Mike-ის უბრალოდ ნაკლებად საინტერესო იყო ჩემთვის და თიშავდი. კაი, მოდი ესე ვთქვათ, შენი დამოკიდებულება PvP-ზე და აი ბოლო ბეთლებზე. ან ზოგადად ძალიან მაგარი რაღაცა არის და ძალიან კარგია. უბრალოდ, რაღაცებზე უნდა დავხუჭოთ თვალი, იმიტომ რომ საქართველოა, იმიტომ რომ ახალი დაწყებულია და პირიქით უნდა დავუდგეთ გვერდში ახალ ყველაფერს, რომ ახალი არ არის, მაგრამ მაინც. ანუ 3 წელი ალბათ ხო? ახალია. ხო, ახალ დიდ სურათში ახალი. არ არის ბევრი. რომ დამკვიდრდეს იმ დონეზე, რომ შენ ხარისხი დადო. მე ხარისხს არ გულისხმობ, კარგი მოსასმენია თუ არა, ყველაფერს გულისხმობ. ხარისხში გულისხმობ იმას, რომ ჟიურის წევრები რო არიან, არ უნდა იყვნენ მიკერძოებულები და უნდა განიხილებოდეს სამართლიანად, ხო და არა იმითი, რომ აი მაგალითად ტექსტი დაავიწყდა და ამის გამო რაღაცა მეორემ არ უნდა გაიმარჯვეს იმის ხარჯზე რომ იმას ტექსტი დაავიწყდა. ხვდები რა სწორად? ტექნიკა არ არის თარხო, იმიტომ რომ ზოგადად ჰიპ-ჰოპი არის ყველაზე, რა ვიცი, ჩემთვის პირადად და მგონია რომ ესე არის, რომ ყველაზე პროტესტული ის არის მუსიკალურ სფეროში ჟანრი არის, ყველაზე პროტესტული და ყველაზე მართალი უნდა იყოს და სუფთა უნდა იყოს და როცა სიმართლე არ გაქვს და ეს პროტესტი არ გაქვს და რაღაცა მარტო ტექნიკის თემაა, დიდად ვერ ხურდები მაგას. მაგრამ ეგ მიდგომა რაც არ მომწონს ყველაზე მეტად არის ის, რომ აი, როგორ ვთქვა, პირად შეურაცხყოფაზე რო გადადიან,
აი ტექსტში როცა ეს პირადი პირად შეურაცხყოფაზე გულისხმობ შეფასებას ხო ანუ არ მინდა ხა არ ცენზურ ხო მივხვდი რა აი მაგალითად შენ მაგრა კიდია ერთი MC თუ მეორეზე ტყვის რომ Young-ს ქონდა ეგ რომ შეხედაო სახეზეო მიხვდები რომ ცუდი სუნი აქო თუ რაღაცა შენთვის ეგ არ არის აი ზუსტად მაგას ვამბობ ჩემთვის არის მიუღებელი იმიტომ რომ შენ თუ მაგარი არტისტი ხარ ისეთი ტექსტი დაწერე რომ იყოს არ ვიცი როგორ თქვა ფსიქოლოგიური გაშლა ხო და არა ის რომ შენ სუნი გაქვს და ბოდიში და შენ შეყნეო და აი ანუ გავიგე რომ ბრუნვაში შეგიძლია გინება გავიგეთ ისე სულ მაინტერესებს ეგ არ არის ხელოვნება და ეგ არ არის ჰიპ-ჰოპი ჩემი აზრით შენთვის ხო ხო ჩემთვის სულ მაინტერესებდა ისე აი კი იყვნენ ბიჭები მოსულები მაგრამ ბიჭო ვერ ვკითხე რა და ალბათ გეცოდინება შენ ანუ ეგ ვაფშე წინასწარ თან ხდება ანუ რა დონეზე შეუძლია წითელი ხაზების გადაკვეთა. კი, მაგრამ მაინც არიცავენ ზოგი და მე მიდის ამოჭრები და მე ხალხს პრეტენზია აქვს რომ რატო ამოიჭრა, ყველას მიმართ პრეტენზია აქვს და ვერ ლაგდებიან. ერთ მაგალითს მოგიყვები რა. NM-ის როცა აკაპელა ბეთლები. მაგრამ მევასებოდა. NM-ის ქონდა ბეთლი ერთ-ერთი ტიპთან და NM-ი ნუ ძალიან ძლიერია რა. აკაპელაში და ხა აქ არ მინახავს არ ყოფილა NM-ი ამ ბითებზე, მაგრამ აპირებს ვამბობენ, მაგრამ აკაპელაში იყო. და ნახევარ ფინალია თუ რაღაცა რა და ტიპები შეთანხმდნენ, რომ იტოქში რაღაცა თემებს არ ვეხებით რა და იმან უთხრა მაინც რა, იქ შეყვარებული უხსენა და შეყვარებულის გარდა მასაც რაღაცა შეურწყობა მიეყენა და ნუ ხვარი რა ადამიანი რა, ეხლა ვიღაცას აქამდე აქვს წითელი ხაზი, ვიღაცას იქამდე აქვს. ხო და ზოგადად თანხმდებიან ხოლმე ადამიანები ბეთლამდე რომ აიცი რა არის მოდი აი არა მარტო აქ ამერიკაშიც აქამდე შეიძლება იმის იქით აღარ გვინდა რა თუ არა და მაშინ არ გვინდა ბეთლი და იქ მოხდა დარღვევა მაგ პირობის მე როგორც ვიცი ოღონდ რა ამას როგორც ფაქტად არ გვაწვდი ახლა ხალხს მე როგორც ვიცი და ამან გააქანა და ხია NM-ი ხო? ხო, NM-ი. და რო ხია, ანუ მე ეგ ბეთლი რეალურად ჩაეთვალა, რომ იმან მოიგო და თან გაუშვეს. ხო. და ის მე იცახდა, რომ აი მთავარი შედეგია თუ რაღაცა, ჩემთვის ეგ არაფერს არ ნიშნავს. ანუ ეგეთი მოგება ჩემთვის არაფერი არ არის. აი მაგალითად, პირველი რაც თქვი Young Mike-ის და მეორეს რა ქვია? Iwaji-ის ხო, ну ცალსახად Young Mike-ს უნდა მოიგო ჩემთვის პირადად, იმიტომ რომ მას ქონ იმ ბეთლზე ვიწახ. მას ქონდა ის დუხი Young Mike-ს? ხო. რაც არ ქონდა Iwaji-ის, მაგრამ ნუ ხო Iwaji-ის ქონდა სხვა რაღაცეები, გასაგებია, მაგრამ მეორეში რაც Young Mike-მა აკეთა, ძალიან შემრცხვა, ძალიან მეწყინა და ხო, თან ძალიან დიდი გულშემატკივარი ვიყავი Young-ის. ხო, აი ძალიან შემიყვარდა და აღფრთოვანებული ვიყავი, იმიტომ რომ აი გარი რა, მთავარი რა, აი დუხი და რაღაცა და ნუ მე ხო, ნუ მან თან ხა რა არის იცი მან უფრო დავაფასე ფულა. მან მივხვდი თურმე ფულა რა მაგარი არტისტია რა. საოცარი. კი ბატონო. ფულა კიდე მინდა რომ მოვიწიოთ და ფულას თავის დამოკიდებულებები აქვს და ფულა ძალიან სუფთა ტიპია, ანუ ეგ არის, მაგას ვერ დაუკარგავ, თავის პრინციპები აქვს. სუფთა ეხა ისეთ პირობითი ნათქვამია, მაგრამ თავის პრინციპები აქვს და ანუ ვერ გადაუხოს და ეგ ცოტა ხელსაც უშლის რა. როცა უპრინციპო ხარ, როცა ერთ დღეს რაღაცას ამბობ და მეორე დღეს საწინააღმდეგოდ ამბობ ან იქცევი, მით უმეტეს რეპერი. ხო, ნუ მესმის რასაც ამბობ და მე რაღაცებს ისე იგივეა რომ სახიობი რომ გამოდის და მორალს მიკითხავს სცენიდან და მე სახში რომ მიდის და ცოლს როცემს, იგივე ამბავია რა დაახლოებით რა. აი ეგზამენი. იტყუები, ერთიც და მეორეც. ხო. ხო რა, ანუ მე ესე უყურებ, რომ Iwaji Young-ზე ისე ვერ დაგეთანხმები, იმიტომ რომ მე შენ ხა დაწყებული გაქვს და აქედან გამომდინარე შეიძლება ძალიან ბევრი რამე გამაზო Iwaji-ის, რას გულისხმობ, იცი შენთვის შეიძლება მაინც ტექნიკაზე მაღლა სხვა რამე იდგეს, მაგრამ ის ტექნიკა ბოლომდე ისე ვერ აღიქვა, რამდენად რთული თქვა წყობები აქვს, რიტმი როგორაა გამართული, თქვა რო არ დავის და ტექსტი ეგ ცალკე. ხო, ეგ ყველაფერი კარგია, მაგრამ მეც გეთანხმები რომ წონიდეს მაგას. ხო. ნუ მოხდა ისაც მოხდა იმ კუთხით რომ ანუ რეალურად პელემ წააგო, მაგრამ ხალხისთვის მოგებული დარჩა და Young Mike წააგო და ხალხისთვის მოგებული დარჩა და საბოლოო ჯამში მე რო არტისტი ვიყო ჰიპ-ჰოპის, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი ყოველთვის იქნებოდა ხალხის აღიარება. ანუ იმ რა თქმა უნდა იქ შეიძლება ფინანსური მუღამებია და რომ მოიგებ რაღაც ბენეფიტებია და ეგ ყველას თავის ცხოვრება და თვითონა გადაწყვიტოს რომელი ურჩევნია, მაგრამ აი ესე შორიდან რო შევხედოთ, მე მირჩევნია რომ ხალხისგან მივიღო ის რესპექტი და თქვა პატივისცემა და რაღაც დავირუსტე
და მოვეწონო და ხალხური პონტი გაიჩნდოს ვიდრე პირიქით. არის რა, იმიტომ რომ პირველ რიგში ხალხს ემსახურები. ხო, რეალურად ჰიპ-ჰოპერი რო ხარ, ეგ ტიპი ხარ, ანუ ხალხის ტიპი ხარ. ხო, მაგაში გეთანხმები. მაგრამ ნუ დროთა განმავლობაში აი კიდე რო სხვა ფეთზე წავალთ, მე კიდე იქნება ეხლა. როდის არის შემდგომ? სეკვების ფრისტაილებიც არის რა. ხო არ იცი როდის არის შემდგომ. არა, და დაანონსდება ალბათ და იმედია რომ მოვახერხებ წამოდი შენ. მე წავიდე. ერთ აღარასდროს არ ყოფილო, მანაც უყურებ ხოლმე რა. კი. ის აღარ არის ტურნირები რო იყო ხოლმე, ეს ხო რაღაცა რიგარეშე ის იყო პეთლი ხა ბოლო. ხო, არა, არის იქნება კიდე რაღაცეები, ანუ ეს რიგარეშეს იქითაც აჰა ჩამოკიდა გუცები საბოლოო. და აჰას ეხა როგორი პონტია იცი, აი როგორც ბოქსში რა, ანუ შეიძლება აჰა გამოიწვიო. ილო. აი ყველაზე მეტად ვინ მოგწონს? აი ხა ის საბოლოოდ ხო ბევრი გაქვს და ნახე. აი ყველაზე მეტად ვინ მოგწონს? იცი რა არის, ანუ აჰა ძლიერია. რაში? მაგამ ბავში. ნუ გეტყვი. ხალხს გძნობს ძალიან მაგრად და ანუ შეუულია როგორც ამბობენ ხოლმე ბაუნსიო რომ აი ენერგეტიკულად დაიჭიროს ხალხი, აი როგორც DJ-ებს ხო? ყველა DJ-ის მარტო იმით კი არ არის მაგარი რა მუსიკას აკეთებს, იმითაც არის მაგარი რომ ხალხი დაიჭიროს. ასე ვთქვათ, აჰას ეგ ენერგია აქვს რაღაცა მონსტრები და მაგრამ და აქ კიდე აჰას ერთი რა რომ როცა სხვისი რაუნდია ეს ძალიან კარგად იცავს თავს. აი როგორ დადგეს, როგორ მივიდეს, სახე მიიტანოს, როდის აგრესიული იყოს, როდის გაატრუხოს რას ამბობს. ეგ არ ქონდა ბანისადრე. და როცა აჰა და ბანის ბრძოლა იყო, თვითონ ბანი მას აღნიშნა, რომ დაცვაზეო საერთოდ არ მიფიქრიაო რა. ანუ მარტო შეტევაზე და თან პატარაც იყო ჯერ გამოუცდელი. ამ ეტაპზე ახლა მე მუსიკალური კუთხით რო ავიღოთ, ნიკი სლოუ მომწონს მისი ფლოუს გამო რო აი ძალიან მუსიკალური ფლოუ აქვს, კარგად გზნობს მუსიკას, თვითონაც ბითებსაც აკეთებს და ისედაც რეკორდ არტისტიც კარგია, მაგრამ ბანი ამ ეტაპზე ჩემთვის ყველაზე მეტად ბეთლემსია. ანუ აი ყველაზე მეტად ბანია, რომელიც თავხედიც არის, შეიძლება რიგ შემთხვევებში მე არ მექნა ის რასაც ეგ აკეთებს, მაგრამ როგორც ბეთლემსი არის აი რა ვიცი, ალბათ კლასიკური განმარტება, ხო, ბანი. ჩემთვის ბანი. თითქოს აკაპელა არ უარგ. ხო, აკაპელაში მე არც მინახავს ეგ რა, მაგრამ მას აქვს ის რომ ისიც ისწავლა ხალხი კიდე უფრო მეტად როგორ დაიჭიროს ფსიქოლოგიურ ასპექტშიც, ანუ ტიპი როგორ გააფუჭოს, ეგეც იცის დაუკრეფავში გადადის ცალკე თემა ეგ. მე რაღაცებს ვერ ვიზავდი, მაგრამ მაგიტომაც რა ბეთლემსი, ვინც ბეთლემსი, იმას სხვა მიდგომები აქვს. ხო და ანუ საბოლოოდ ხო რა, ალბათ ბანი ჩემი ფავორიტი არის რა. მე Young Mike-ზე ვიყავი შეყვარებული, მაგრამ მე ისეთები აკეთა, რომ ძალიან არ მესიამოვნა და მე ხო არ გავუსწორ. ხო, ანუ ყოველდღე მიუღებელი იყო და ძალიან კარგი იყო მანდპელე, მაგრამ მე რაღაც პოდკასტებში ისეთი რაღაცები თქვა, რომ მე უკვე მანდაც ხო, ნუ შენი ის არის რა, ეგ ხო, ნუ ეგ ისეთი რამეა რომ ყველაფერი სუბიექტური. რაღაცეები ხო, ეხლა ჩემთანაც ხო იყო პელე და აქ ისე არ გაუგვიშლია ეგ თემა. მაგრამ მე რო სხვა პოდკასტზე ვნახე, ხო, მეც დამჭა ცოტა რაღაცა კითხვის ნიშნები და იმედია კიდე მოვაქვს და მე კიდე ვიბაზრებთ მაგაზე რა კითხვის ნიშნები გქონდა. ბოლომდე ეხლა არა, მაგრამ მე მომავალში კიდე რა ვიცი, უნდა დაიმსახუროს რა, ეგრეც არ არის. ხო, ნახე, იცი რატო? რომ მოდის ხო. და აქ რო ერთს საუბრობს და ზუსტად ორ დღეში სხვა პოდკასტზე საწინააღმდეგოს რო საუბრობს. ანუ ეგრე არ არის. მთლად ეგრე ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ აქაც რაღაც თემები ახსენა რა, მაგრამ იქ ხო კიდე უფრო სხვანაირად იბაზრა და ანუ მე ეგ განცდა დამჩა რომ ნეტა აქ ეთქვა რაღაცეები რომ მე მქონოდა საშუალება მე რავი ოპონირება გამეწიან დამატებითი კითხვები მქონოდა და ასე შემდეგ, მაგრამ ნახოთ და მე სხვა რამე ილაპარაკა სხვა პოდკასტში. არა, როგორ გითხე, სხვა რამე ილაპარაკა, ისეთი რამე კი არ თქვა რომ აქ ერთი თქვა და იქ მეორე. უბრალოდ აქ რაღაცებზე არ იყო საუბარი. იქ გაშალა მე. იქ ძალიან სხვა პონჩი იბაზრა რა. ხო და რავი. ბიჭო, ნუ მიყურებ ეგრე, ანუ ეგ პონტი იმას კი არ ვიძახი რომ ანუ იმის თქმა მინდა რომ აქ არ ყოფილა მეთქი ისე ნახერის თქმა მინდა აქ არ ყოფილა ისე რომ მე მისთვის კითხვა დამესვა გაეცა ერთი პასუხი და მე სხვაგან წასულიყო და სხვა პასუხი გაეცა. უბრალოდ რაღაც თემებზე არ შედგა საუბარი, მაგრამ მას რომ თქვათ უფრო თამამი ყოფილიყო ალბათ რისის თქმაც უნდოდა. მე ეგ თემა გაიშლებოდა რა, ანუ იმიტომ რომ მე ხო რა ვიცი ხა წინასწარ მე იქ კიდერებზე იბაზრა რა, ანუ ეგ თემა. მაგრამ საბოლოო ჯამში მე ვცდილობ რომ ძალიან რადიკალურად არ მივიდგე რატო, იმიტომ რომ ურთულესია დღეს დღევანდელ საქართველოში იყო ბეთლემსი.
ბევრი მიზეზის გამო. ძალიან დიდი წნეხი მოდის რა. და აქედან გამომდინარე, ცოტა გაგებით ვეკიდებით, აი მომავალი კიდე უფრო მეტად დაგვანახებს. კაი, ამოწუროთ ეს თემა, ეხლა თან პოდკასტკენ გავდივართ და ყველა თემას მინდა შევეხოთ. გეგმებთან დაკავშირებითაც პრინციპში თქვით და იმედია შენ ისეთი პირველ რიგში მინდა თქვა რომ ამას რა ნებისყოფა აქ, იცი? მე ეგეთი ნებისყოფის ადამიანი მართლა არ მინახავს, იმიტომ რომ არ მახსენდება რაღაცაზე ეთქვა. ამოიჭრა შენელდეს ჩემი კადრი და ის დაედოს ამა ჰასლა. დილა. ხო და ანუ ხო, საოცრება ნებისყოფა აქ. მე ეგრე ვერ ვთხილდები ჩემს სიტყვას როგორც ეს. მე შეიძლება რაღაცა ვთქვა, ვისურვო. აი, კლასიკური გაგებით რომ ორ შაბათიდან რო ამბობენ, აი ორ შაბათიდან დავიწყე. ამ თქვა და მე ვთქვა რომ კაი რა მოხდა ეხა ეგეთი სირთულეები იყო და ამიტომ და რაღაცა და ამისკენ ეგ არ არის რა. ხდები აი რა დიეტიდან დაწყებული მაინტერესებს ის რა ქვია შეიძლება დავაგვიანებ აქამდე იყო ამაზე საუბარი მაგრამ ნუ ეხა ეს სერიალის თემა გასაგებია რა რომ რიგი პრობლემებია რის გამოც არ გადის მაგრამ მე მაინტერესებს ანის ზოგადად თავის მომავალს როგორ უყურებს სუფთა სამსახიობო მიმართულებით რა ანუ თეატრს გულისხმობ რა თქმა უნდა რა შემთხვევაში იმიტომ რომ ვიცი რომ თეატრი შენთვის ნომერ პირველია ნომერ პირველი იყო თეატრში რაც არ უნდა მოხდეს არ დაბრუნდები რაც შეეხება ფილმებიდან თუ იქნება რამე შემოთავაზება მხოლოდ იმიტომ დავთანხმდები თუ მე მაწყობს სარგებელს თუ ნახავ იმიტომ რომ ანუ ენთუზიაზმზე უკვე აღარ ვარ წავიდა ის დრო რომ რაღაც ახლა მე გამოვჩნდე და ბოდიში ამ სიტყვისთვის და ვიპახაო აღარ რა გავიზარდე უკვე და არ მიგირს ანუ იმდენ სიამოვნებას ვეღარ ვიგებ რომ მიგირდეს რაღაცა მთელი ენერგიის ჩადება და საპასუხოდ არაფერი ხალხს თქვა შაურა მაგარი როლი ქონდა თან და თან რა მაგრად ითამაშა რა მე აი ხანი აღარ მქონდა დანახი ანის ასე ესენი რა ქვია როლები რა მაგრამ აი ეს ხელოვნური სულ თქვა სუმახსოვს რა მაშინ რამდენი წლის იყავი ხელოვნურ სუნქვაში ნუ ალბათ 26 ხო ახლოვებით საოცარი ის იყო როლი რა და თან მე რაღაც მან თქო რაღაც სხვანაირად იყო ხოლმე შავ-თეთრი ხდებოდა ხოლმე რაღაც და მან აი სხვანაირად გიხდებოდა ხოლმე ეკრანი რა და სულ მაინტერესებდა ხოლმე რომ აი მე მახსოვდა რომ შენ იცავდი ხოლმე რომ ფილმი მაინც ჩემთვის მიფილმი კი არა ანუ ტელევიზია ჩემთვის რომ მეორე ხარისხოვანი უფრო თეატრი და ეხლა მაგითო დაგისვე კითხვა რა რომ მაინტერესებდა ანუ თეატრს განიხილავდი კიდე თუ მაგებზე ვიბაზრეთ არა მაგაზე ხო ვისაუბრეთ რომ არა ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ ეხლა ჩემ თავს ერთადერთი აი იცი რა არის უფრო აი იდეები მაქვს რაც ზუსტად ვიცი რომ ძალიან კაია იმიტომ რომ მე სხვები აკეთებენ რაღაც დროის მერე ხო და ახლა უკვე მაქვს ენერგია და მაქვს დრო რომ ჩემს იდეებს ფრთები შევასხა და ზუსტად ვიცი რომ ძალიან კარგიც გამოვა მეც დარწმუნებული და ეგ რო ვიცი უკვე შიში აღარ მაქვს თან დარწმუნებული რომ ხარ ეგ ძალიან კაია რა რომელ ქვეყანაში ცხოვრობდი არის საფრანგეთში ვიცხოვ. აი, ცხოვრობდი საფრანგეთში. იმიტომ რომ თავს ფრანგად ვგრძნობ, მგონი არა ძალიან დიდი რაღაცა კავშირი მაქვს საფრანგეთთან, მაგრამ ეს ისე უბრალოდ სურვილის დონეზე. ანუ როგორც ისე რომ არის ოცნება სხვა არის და მიზანი სხვა არის. და ისე პრაქტიკულად თუ შევხედავთ, ნუ ამერიკაში. ერთხელ მეც ვეგონე ვიღაცას ფრანგი ფრანგი ხო შენ ხო სულ გეტყვი რატო ოღონდ შენ გეგონე გარეგნობის გამო ახსოვს რუსებმა რო ჩაიარეს ხო და ზოლიანი შარული ასტერიქსი და ობერიქსი რო ხო ეგეთი მეცოდა რაღაც კაფესთან ვარ და გამოდის რაღაც ფრანგი ტიპი რა მენეჯერით რაღაცა და უცებ მეუბნება რომ ესულე პორტუნა მეშულე ასტერიქს თუ რაღაცა და მეთქი what თუ რაღაცა რომ ნახარო ტურისტი ვარ ხო ეს იზღება თიქ ტურისტი nothing და წავიდა რა ხო მე ყველას ფრანგი ვეგონა ეს შაგუს ვატკა რუსებმა რო ჩამოიარეს და ისო რა ქვია ой французен как агрессивая თუ რაღაც რო გაიარეს ეგ არ გახსოვს ეი იმდენი იყო რა ხა რუსების არ დამამახსოვრდა აუთა ერთხელ დაგვემართა რა იცი მოსაწევის დათრევა მინდა რა და ვართ მოკლედ იქ ერთი ის იყო უბანი რა იქ რკინიგზის სადგურდა თუ რაღაც ეგეთ სადგურთან რა არა ყველაფერს არ ვაპირებს და მოსაწევზე ყვები და ხო
და ბიჭო, ანუ მივდივარ და გინდა მოყვე პარიზის ისტორია. აუ, ყველაფერს მართლა ნუ მოყვები, კაცო. ისეთი მაგარი ისტორია გვაქვს, ისეთი მაგარი, არც ჩემმა მშობლმა და ოჯახის წევრებმა არ იციან, არც შენსა და მგონი დავინდოთ თუ მოყვეთ. გააჩნია რომ მოსიძახი, მაგრამ რო დაგვიჭირეს. აუ. არის. არა, ძმო. დაგვიჭირეს, არ ვიცი რა ეგონათ. ამსტერდამიდან მოდიდით მატარებლით, მე, ანი და ჩვენი ერთი მეგობარი. და იქიდან რომ ჩამოვედით. არა, ერთი წუთის. გაიგო თუ არა მატარებლის კარი, დგანან იარაღებით ტიპები რა, რაღაც აი შეიარაღებული ტიპები და აშკარა ჩვენ მიგვითითებენ და თან უხეშად. ერთი გალი და სამი. ჩამოდით აქო რა და ჩამოვედით. და გაგვახსნევინეს ბარგი, ოღონდ თურმე ამის უფლება არ აქვს. იქ ნებისმიერ ფრანკს რო ეთქვა, რომ იცი რა, შენ არ გაქვს ამისი უფლება, არ გააკეთებდნენ. მაგრამ ჩვენ რა ვიცოდით ახლა იქ რა უფლებებია და რა კანონებია და რა არ არის კანონი. და ესე შუაგულმაში, რა ქვია, ქუჩაზე ამოგვიყარეს ბარგი, წამოდითო. წაგვიყვანეს იქვე პატარა განყოფილებაში. ჩემი აი რეები გადაგიტანია და ბიჭო. ანუ რა ხდებოდა, იცი რომ იქიდან რომ წამოვედი. საგუგუნო წასულები. ერთადერთი რაც ანუ ეგ არის ძალიან ხშირი, მით უმეტეს როცა იქიდან მიდიხარ ჰოლანდიიდან ჩადიხარ, გონიათ რომ ძალიან ბევრი რაღაცები გაქვს ნაკიდი და მაგიტო ვიყავით საჭო ტიპები ალბათ არ ვიცი. რატო იცი ნახე პირველ რიგში ვიყავით ტურისტები. ტურისტების გარდა ჩვენ ამსტერდამში ისეთი ნაკულავებები ვიყავით, ჩამოდიოდით უკვე გამოუძინებელი გადაღლილები და რაღაცა და ერთ-ერთი რაც ქონდა, უკვე მე თან რო ჩამოდიოდით პარიზში, მე კიდე იქიდან მალე წასვლას ვაპირებთ. ერთ-ერთი რაც ქონდა, იყო მოსაწევის კამფეტები. აი მეტი არაფერი სპეციალურ ყუთებში რა, აი სუვენირად რო ანუ აქ გვინდოდა მეგობრისთვის ჩამოგვედარა და ფულასთვის ზუსტად. გავაგრძელოთ შენ გააგრძელოთ. მოკლედ აქ ცალი გოგო ვარ და ჩემთვის ახლა როგორია იარაღებიან და გიჭერენ. ძალიან ნერვიულობ, ძალიან ცუდად ვარ და შეგვიყვანს რაღაცა პატარა განყოფილებაში და იქ ის დგას მაცივრები რო არის წყალს და რაღაცას რო მყიდულობ რა, ხურდას რო აკეთებ და ხო დაგვსეს ეს სკამებში და ნამდვილი რომ მივიდა რომ წყალი ვიყიდო რა და ავდექ ესე ძალიან ჩვეულებრივად და გოგო პოლიციელი მეუბნება რა რას აკეთებ რა და მეთქი რავი წყალი მინდა დაჯექიო და მეთქი ოპა სად ვარ და ნუ მე ამ გოგომ ცალკე შემიყვანა მე და ცალკე ხო და მე აი ამ ყუთზე ეწერა რაღაცა რაც ვერ დაგუგლეს ანუ ვერ იკითხებოდა და ვერ გაერკვივნენ რა იყო რა ნივთიერებებს შეიცავდა ეს მოსაწევის ყუთი და წაგვიყვანეს ჩაგვსვეს მანქანაში ის რო არის რა ქვია წინ გისოსები რო აქვს და სირენებით წაგვიყვანეს ბიჭო გადაგიტანიათ ხო არ გადა ხო და აბა ნილოს რას ჭირს იცი გზაში ის ჩვენი მეგობარი ეუბნება რომ უთხარი რომ პრესის წარმომაშენი შოუ გაქ და პრესის წარმომადგენელი და ჩემი ისინი ჩაუ ილო და ის თავს შოუს არის ცნობილი ადამიანი ვარ და რაღაცები და იქ რომ მიგვიყვანეს ხო ძალიან ბევრი გვატარეს რომ კონკრეტულად აქში მივეყვანეთ და გზა და გზა რა ამ სიარულში რაღაცა იმებს რო ხედავ ბორკილებს რო ხედავ ძალიან ჟუტკი იყო და ბოლოს მიგვიყვანეს და ნაი არაფერი ბოლოს გითხეს არა მოვიდა ვიღაცა ბიჭი და ამან მითხრა ხო ამ ჩემი მეგობარი რო იყო აი გამოცდილება მივიღეთ სასიამოვნო ჩემმა მეგობარმა უთხრა რომ ანუ არა ის არისო რა პროსტატიპები კი არ ვარ თუ ანუ რა ანუ თავის სფეროში ცნობილი ტიპია თუ რაღაცა და უთხარი შეჭემა უთხარი რამე ანახე და კაროჩე სანამ არ ჩამართვევინა და მეუბნები რომ მეთქი არ არის რა ეგრე ანუ ის გაგეზრდა ტიპები ჩამოვედით ორი კვირით ვიყავით ამსტერდამში ჩამოვიდა და ხავრობას რას უშვება შაგუ ეგ უნდა გაგეზრდა კამფეტები ჩამოვიტანეთ რა არა მე გითხესო დიდი ბოდიში გაუგებრობა იყო რაღაცა და მოკლედ გამოგვიშვეს მაგრამ სანამ ეგ იქნებოდა რა ვიცი ძმაო ძალიან ვინერვიული ეგრე იყო ეგ ამბავი და ბოლოს ჩამოგვსვეს და აუ რა განცდებით წავედით იქ შოქში ვიყავით რომ აქ რატო საფრანგეთში ანუ ტიპები მართა თავზე იმხობენ იქაურობას არაფერი და ჩვენ რატო მოგვიმიდა მოკლედ რა მაგრამ ნუ მართა საინტერესო გამოცდილება კიდე კაი მშობლები არ ვიყავით მაშინ ჯერ იყო და მშობლები რო ყოფილიყავით ახლა ეგრე არ იქნებოდა ახლა გასაგებია ხო მე მგონი რა ვიცი ბოლოსკენ ვართ უკვე ერთი რაც მინდა ვთქვა რომ ანუ დამჯერა იმ პროექტის, რასაც შემოგვაქვს და გააკეთეთ. დედობაზე და მამობაზე და ამაზე ვსაუბრობდით და უცე. ნუ ეგეც ახლა რა ვქნათ ვერ გავიგე, მაშინ ღირებულებებზე და. რამდენი ხანი ვიყავით ჯერის გაჩენამდე რა? 2 წელი ალბათ ერთად. ასე რომ, სრული უფლება ქონდა. ხო და მოკლედ ძალიან გამიხარდა რომ მოხვედი, შენც გამიხარდა რომ შემოგვიერთდი და იცი რა არის მე მჯერა იმისი და მგონია რომ ახლა არის ეგ მომენტი, იმიტომ რომ უკვე პატარაც შევიდა, ბებეც შევიდა ახლა იმაში რა ხია, ბაღში და ამდენით 6 თვეა უკვე და
ანუ გამოთავისუფლდა ადგილი. ხო და ეგ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ის პროექტები, რომელზეც შენ ახლა ამბობ პროექტი, მე მგონია, რომ ანუ იმდენად გაიწაფე, უკვე ბევრ ამაში იმხელა გამოცდილებები მიიღე, თან არა მარტო სოციალურ ქსელებში, ანუ ტელევიზია, სპექტაკლი, თეატრი, ყველაფერი ადამიანებთან ურთიერთობა, სპონსორებთან ურთიერთობა, რომ მე მგონია, რომ აუცილებლად გამოგივადა. ნუ შენ მიყავს მანდ ეხა რა, ისა მე თუ რამეში ვიქნები. თუ დამჭირდი დაგიწევ. დაგემორჩილები რა, თუ დამჭირდი დამიძახე აუცილებლად. მადლობა რომ მომიწვიე. და ადგას საშველი. ეს მე რამდენი მე 40. მე 40. საიუბილეოზე ხოლმე რა სახელებს. ხო და 40 დაარქვი რა. 40-ზე ვინ იყო თო? არა, ვიღაც სპორტსმენების არ იყო სპორტთან დაკავშირებული. მაშინ ამის ხოსთან. ჯორდანი რა ნომერი იყო ვაშინგტონში დაბრუნდა? 45. 45? არ ჩიკაგოში 45 და იქაც არ მახსოვს რა იყო. მოდი იცი რა იყოს ეს? ხო ამბობენ რომ რაღაცა 40 წლის ასაკში რაღაცა ორნაირი ამბავი არის რა, ან ეგრევე ცუდად ხდები, იმიტომ რომ ითრგუნები რა, ხან 40 წლის ხდები და გოგონია რომ დაბერდი და მეორე თუ პოზიტიურად შეხედე მაგას პირიქით თავიდან დაბადება არის და ანუ ხო სხვა ანუ ახალი სიცოცხლის ამბავი არის და მოდი ეგ იყოს რა. კაი ბატონო, ეს იყო საწყისი სიახლეების. ჩვენი შევთანხმდით. ახლა ჭედოც ესე შემოგვიერთ და რაღაცა ჭედოზეც ვიფიქრებ. ხო. აჰა. ჩაქრთავ რამეში. მოსულა. ხო და კაია, ძალიან გამიხარდა. მადლობა ყველას ბიჭებსაც, ვინც გვიღებდნენ შენს ჭედო რომ ხო. გამიხარდა. მადლობა რომ უცებ მითხარი რომ შემოდიო, თავიდან კი ცოტა ვინერვიულე, არ ვიყავი განწყობილი რა და თან მართლა რაღაცა ის არის, თო თავიდან რომ შემოვიდი დავიბენისავით რა, თან. ხო. ხო, რა მოკლედ, მაგრამ ნუ კაია რა, რაც კაია, კარგად. გაასწორა მაგრად თქვენმა დუეტმა და მეც რა კაი ხანი არ მყავდა ანი ნანახი და გამიხარდა რომ ნახე რა. თან იცი რა არის ცოტა უცნაურია ცოლთან პოდკასტი, მაგრამ ძალიან სასიამოვნოც აღმოჩნდა რა. მოკლედ კაი, გაასწორა. მადლობა და აუცილებლად მავიწყდება ხოლმე ამის მაგრამ გამოიწერეთ, subscribe-ი, like-ი და კიდევ ერთხელ არ გეგონოთ რომ არ ვკითხულობ იმ სტუმრებზე, როცა წერთ ხოლმე რომ ეს მოიყვანეთ, ის მოიყვანეთ, უბრალოდ ყოველთვის თულია მოყვანა, იმიტომ რომ მარტო ჩემზე არა დამოკიდებული, ტიპს უნდა ეცალოს და ასე შემდეგ, მაგრამ აუცილებლად გავითვალისწინებ იმას, რომ ისეთი ტიპი მოიყვანო, რომელიც ჩემსაც ითვალისწინებს ხოლმე, მე რომ ვეუბნები ხოლმე, ისინი მოხდეს. აჰა. კაი, ეგ არის. ვასრულებთ მე 40 პოდკასტს და შევხვდებით ერთმანეთს მალე რა, დროებით. ნახვამდის.